მოგესალმებით, ეს არის უკარო სტუდია და მისი პირველი პროექტი ჩემი გუნდია და შენი გუნდი არის ნადარ Athletic Bilbao და მეც მოგესალმებით პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ, იმიტომ რომ სადაც ფეხბურთზე საუბრობენ, იქ ყოველთვის კომფორტულად გრძნობ თავს და მიხარია რომ აი ესეთი ახალი YouTube არხის სტუმარი ვარ და აუცილებლად უნდა ვთქვა და ყველა სტუმარს მინდა მიმართო გულწრფელად ყოველგვარი თამაშის გარეშე ძალიან მაგარი გარემო დაგხვდებათ. მე რო შემოვედი, ერთი გადაცემა კამერების მიღმა იყო, იმდენი ვილაპარაკეთ ამ სტუდიაზე. შეიძლება კადრში კიდევ ისე არ ჩანს, მაგრამ ძალიან კულტურული გარემო, რაც ფეხბურთს უხდება რა, თუ საუბრობ ფეხბურთზე, როგორც ხელოვნებას, როგორც შემოქმედებას, აი ეგ არის რა, ძალიან კარგია, სადღაც თეატრიც გამახსენდა, სადღაც გინდა სამხატვრო, ყველაფერი, მოკლედ აი კულტურულ სივრცეში ვარ და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, რომ მომიწვიეთ. კი, პირველი ბილბაოს ატლეტიკი იყო, პირველი გუნდი იყო, მე როგორც ესპანური ფეხბურთის სექტანტი, პირველად აი ასე შევეჩეხე, პატარა ბიჭი ვიყავი, პატარა ბავშვი ვიყავი, ესპანელების გუნდი, ბასკების გუნდი, ესე ცოცხლად ახლოს. თან სხვანაირი ტრადიციების გუნდი არის საერთოდ რა. თან ეს ნახე რა პერიოდია თბილისი ჩაბნელებულია. ესეთი ფუფუნება არ გვაქვს, რომ ის ფეხბურთელები, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე ყავდა ნახო იგივე ჩებერია უსაიზი, ეს მაგარი ბილბაო იყო, ძალიან მაშინ ლა ლიგაში მეორე ადგილზე გავიდნენ და ძალიან მაგარი ბილბაო იყო და აი ეს ხალხი ახლოს ნახე. მაშინ მართლა ფუფუნება იყო. დღეს ახლა ბევრი სპორტული არხია და შეგვიძლია ხო თქვა უყუროთ ჩემპიონთა ლიგას და ასარჩევად გვაქვს საქმე, ვის რომელი თამაშს უნდა იმას უყუროს, რომელი კომენტირებითაც უნდა, ხო? აი მაშინ ეგ ფუფუნება არ იყო და პირველად შევეხე ესპანურ გუნდს, თორე ისე ჩემთვის პირველი ნათლობა თუ შეიძლება ვთქვა ფეხბურთთან იყო გერმანია რო ჩამოვიდა 95 წელია 15-16 მეორე კლასში ვიყავ და რო წამიყვანეს ეს იყო დღესასწაული და პირველი რაც მახსოვს ახლა მეორე კლასიც ხო ახლა რა თამაშის გარჩევას არ დავიწყებ რა გემახსოვრება მახსოვს რო შევედი სტადიონზე დიდი შუქი აი ეს შუქს მონატრებულები ვიყავით და რო შევედი სტადიონზე და ეს ამხელა შუქი რო დავინახე მეთქი რა არის ეს რა ანათებს იმიტომ რომ ამხელა შუქი მე ნანახი არ მქონდა მოდიოდა ხრებოდა 10 წუთით ალბათ ეს იყო პირველი ემოციები როგორ მახსოვს მეორე იაროზე ვიყავი და როგორ მახსოვს პირველად მეორე კლასში შევიგინე რა რატო იცი ეს პირველი ფრაზების გაცვლა იყო თან რა იყო იცი გაოცებული ვიჯექი ესე პატარა ბავშვი მეორე კლასელი და ნათესავმა წამიყვანა რა სუმადლიერი ვიქრები იმ ადამიანის და წინ ადგილი არ იყო მან ხო რეკორდი მოიხსნა ხის კამები იყო და მე ვიჯექი ჩემი ნათესავი წინ იჯდა და მის უკან ვიჯექი მე ვიღაცა უცხო ბიჭებთან ერთად მახსოვს ძველი ბიჭები რაღაცა და იგინებოდნენ რა ხშენი ესე შენ და ვა მეთქი ეგ არის ეთყობა ეგ არის ფეხბურთი ეგ არის ნახე რა შეუძლია რა ამიტომ ყოველთვის ვცდილობ სულ მახსოვს და მახსენდება აი სტადიონზე პატარა ბავშვს რო დავინახავ სულ ვცდილობ რომ რაღაცა ისეთი გავაკეთო რომ ვიცი რომ იმას დაამახსოვრება სულთა ფანტაზია გვაქვს ხო ეხა პატარები ახლა პატარა ბავშვს სულთა ფანტაზია აქვს და ეს ელექება რა და ის ბიჭო მეთქი ესე ეგ არის სწორ და ოხშენი მეთქი რა ბოდიშ თქვენთან დედაცო ვატირე მეთქი ესე ვთქვი და მომიბრუნდა ჩემი ნათესავი მეორედ ეგ არ თქვაო და აი გავჩუმდი აი ეგ მახსოვს ანუ ფეხბურთს აქ რეალურად ეხა ეგ გულშემატკივრის პერიოდში გინდა არ გინდა ემოციას ვერ მართავ რა ეხა საერთოდ არავის არ გვიყვარს რაღაც ახმამაღლა ემოციებში შესვლა ეგეთ ნაწილში, მაგრამ როცა ხედავ ნაკრებში, როდესაც ვიღაცა შენ ფეხბურთელს ვიღაცა ან ცუდად უხეშად ეტყვის რაღაცას ხელს ყავს რაღაცები, აი სტადიონი არის ერთ-ერთი გარემო ალბათ სადაც ბოლომდე ვიცლები რა, ანუ საერთოდ ბოლომდე ვიცლები და გამოდივარ იქიდან სრულიად ბედნიერი რომ აი ეს ჩემი ყველა პრობლემა ჩამოვიხსენე რა. ნამდვილად და აი ეგ მან კიდევ რა მახსოვს იცი, აი უცებ რო ეგ პერიოდი უცებ რო დავამთავრო და გადავიდეთ სხვა თემაზეც ხო? სტადიონის გარეთ იყო საოცარი გარემო იმ პერიოდის მიუხედავად ეს ერთნაირ ფორმებში ძალიან მობილიზებული დახვდა თბილისი გერმანიასთან რა გერმანია ჩამოვიდა ხო კლინსპაინ დაწყებულში შოუსმა წავიდა და საოცარი ნაკრები იყო ცხენებზე პოლიციელები მაშინ პირველად ნახე სამხედრებულები და მაგის შემდეგ ნახე ახლა ევროპის ჩემპიონატზე დორტმუნდში რო ვიყავი იქ ცხენებით პოლიციელები აი და ეგრევე ასოციაციურად წამიღო ბავშვობაში ეგრევე გადამაგდო რა ეგეთი ცერემონია ხობა ესპანეთში აქვს ბერნაბეუსთან პოლიცია რომ მოდის ცხენით და მოკლედ რა ბრიტანეთშიც და ასე შემდეგ ევროპაში არის აი ეგრევე ის მუღამები წამოიღო ის სიყვარული წამოიღო და იქიდან მოვიწამრი აი იმის შემდეგ უკვე ვინ აღარ იყო ხო ჩამოსული უძლიერესი იტალიის ნაკრები საოცარი
მაგარი ინგლისი იყო. მაგ თამაშებზე არ ყოფილა და პატარა ვიყავი და ხა თუ ჩემი ოჯახის წევრი უფროსი მამა ჩემი ან ვიღაცა არ მიწომედა გინების მერე ესე თავისუფლად ვინ გაგიხსნა ხო რა და გაფუჭრებდა მაგრამ იცოდნენ რომ მე მიყვარდა შემოვიდა ეს სიყვარული ფეხბურთის ჩემ გონებაში მეხსიერებაში გულში და მე რა იყო ბილბაოს კიდე ეხა მოვიტყუები რომ ვთქვა რომ თქვათ აი ბასკების და ქართველების ნათესაობის შესახებ მე რაღაცა ვიცოდი. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ისეთი სექტანტი ვარ ესპანეთის და მთლიანად მაგ რეგიონების რომ რაც არის ესპანეთის შემადგენელი ნაწილი რომ მე მსიამოვნებს თუნდაც მითი იყოს, თუნდაც ლეგენდა იყოს, რაღაცა ზღაპარი იყოს, მე მსიამოვნებს დათო ტურაშვილის თქვის არ იყოს რა რომ ეგეთი მონათესავე ერი ყავს, აი ესეთ მაგარ მაშინ რა ქვია ევროპის შუაგულში ესპანეთში. ესეთი მონათესავე მე გმხიბლავს და აი რაღაცეები გაგონილი მქონდა სატრიგზელოს დონეზე. და მაშინ სკოლაში დავდიოდი, ეგ სკოლა ეხა კი არ ვაბრალებ თქვა თუ პერიოდს, სწავლა მეზარებოდა. ფეხბურთმა იმდენი გააკეთა, ფეხბურთმა და კერძოდ ესპანურმა ფეხბურთმა რაულამდე უნდა მივიდე, იმიტომ რომ ჩემი დონ კიხოტეა და ჩემი სერვანტესია. პირველად დონ კიხოტე რაულმა გადამაშლევი, იმიტომ რომ ნახე ჯერ მსოფლიო ჩემპიონატი იყო, იმიტომ რომ ესენი აგვისტოში ჩამოვიდნენ ბასკები და მანამდე მსოფლიო ჩემპიონატი იყო და ეზოდან ამოვედი როგორ მახსოვს და ზაფხულში შუქის პრობლემა ასე თუ ისე არ იყო და შუადღეა და ის ნიგერიას გაუტანა რაულმა ის თამაში წააგო ესპანეთში. ბიჭო მეთქე ვიღაცა ბიჭი გამორბის ესე გოლ და რა მეთქე ვინ არის ესპანეთი კომენტატორმა ესპანეთის ნაკრების ან ამავალი ვარსკვლავი და რაღაცები და იქიდან წამოიღო ვინ არის ესპანეთი მე ესპანეთზე რომელი წლები არის 98-ის მსოფლიო მორჩა მერე ჩამოვიდნენ ბასკები უკვე საკვალიფიკაციო ჩემპიონთა ლიგის. მეთქი ვინ არის ეს ქვეყანა რა არის თო ეგეთი ესპანეთი და მერე სახლშიც მითხრეს რომ აი კახი კავსაძე რო თამაშობს ხე იმიტომ რომ იცოდნენ მე წიგნს ესე არ გადავშლედი ახლა სკოლა თუ ეზოში ვიყავი და მაშინ კიდევ მიაგნეს წერტილს აიდანაც გადავშლედი აი დონ კიხოტესო კახი რო თამაშობს აი ქვეყანაო და მოვიცავლეთ და წავიდა მერე დიმას ჩემპიონთა ლიგა წამოგვეპარა და მოგვეშველა ჩვენ თაობას და მართლა გადაგვარჩინა ეცვეთში აი მაშინდელმა ჩემპიონთა ლიგამ დიმას კომენტირება იმიტომ რომ მაგაზე გავიზარდე და ეგ იყო ჩემთვის ბიძგი რომ მიდი ჰე კაი პროფესია მაგარია და ბავშვობიდან დამეწყო ეს. ხო თამაში როგორ რთული პერიოდი იყო რომ ან დენი ბევრგან არ იყო უბრალოდ შუქი რა დენი. ხო არა. შუქი არ იყო ბევრგან და ძირთადად ანუ იმ ოჯახებში მიდიოდნენ სადაც ან დუჟაკი ქანდოთ რაღაცა ეგეთი ან მეორე ვარიანტი იყო იმებზე რა. კალკულატორზე აერთებდნენ რა. ეგ ფუფუნება ერთი ვარიანტი იყო თუ გადაჭიმული ქონდა ვიღაცა მოპარული ქონდა. მაგას 2000-ში ეგ თუ გაკეთებული იყო ანუ ეგ უკვე მაგარი იყო. შეეძლო მთელი სამშაბათი 4 შაბათი გადამულად ეყურებინა რა. კი ზუსტად იმიტომ რომ ის მაგის გარეშე არ გამოდიოდა სადღაც 90-იანების ბოლოს აი 2000-იანების დასაწყისში უკვე ეს ტრამვაის ხაზებზე ის ნაღდი იყო და ვიპაროთ მე რაც ნათლია ჩემი ზმაკაცთან თემქაზე ავდიოდით ხოლმე იქ მე ლიგა მაქვს ნანახი და ასევე აი ესე როგორც ჩვენ თქვი ვისაც ჩვენ ბიჟოკები ეგრე არ იყო ხო ფუფუნება ვისაც ქონდა ვა ესე შეძლებული იქ მეზობლად უყურებდით და მოდიოდა ხოლმე სახლში შუქი რა დროს მიმოხილვა რო იწყებოდა მაშინ მოდიოდა ხო და აი ისევ რო დაუბრუნდე ეს ყველაფერი ეს სიყვარული ეს პირველი ესპანელების ნახვა მერე უფროსი თაობის გულშემატკივრები ხა ჩემობაში ძალიან კარგი უბანი იყო მაგ მხრივ აი მე დავიბადე კინო საქართველოსთან ზემოთ გურამიშვილის 15 არის და იქ არიან მანიაკები ფეხბურთის დღემდე მანიაკები ცხოვრობენ აი ერთმანეთს რო ჯიან თუ წააგე საჩი დადგომები და მთელი ამბები რა ნეაპოლი სანზონის დასაწყისში მაგას ვეძახი ეხლა წე მურალი აკრი მძიმე ის არის ნეაპოლთან თუ არ ნეაპოლში თუ აგებ მკვდარი ხარი კარგი გვანე ეგ ქალაქი შემიყვარდა მაგასით შევეხებით ხო და იქიდან გაგონილი რაღაცა მოედანზე არიან ბასკი ვირტუოზები ვიღაცა წიგნის ფრაზები მითხრა მაგარი წიგნია მე წავიკითხე ხო და აი ყველაფერი ეს დაილექა და უკვე სუფთა თვალებით ვიჯექი და ბილბაოელებს უყურებდი და კიდე უფრო დღესასწაული იყო და აი საოცრება სულ ვეუბნები ხო მე პატარებს ვინც პირველად მიდის რომ რა ბედნიერი ხარო დღეს აი ამ ნაკრებს გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოუყალიბდა და შენ პირველ თამაშზე რომ მიდიხარ
შეიძლება მოინათლო გამარჯვების ფონზე და ეგ ისეთ მნიშვნელოვანია მე როგორ მახსოვს რომ მოვიგეთ ესპანეთის მეორე ადგილოსას მოუგეთ ლა ლიგის მეორე ადგილოსას და ეს მოყოდ ესე იგი მაგარი გუნდი ვართ ჩემ თვალწინ დამარცხდნენ მითი დაიმსხვრა რომ ესპანეთიდან ჩამოვიდა აი მე ასაბო იქ უფრო ხალხი ლაპარაკობდა ეჩებერია უსაი არა ბიჭო ესენი შანსი არ გვაქვს და ბახ ერთი ბახ მეორე და მეორე ტაიმში შეგვიგდეს ერთი გოლი და 2-1 იქ კაცმარიცის კიდე რა მოხდებოდა იქ 1-0 წავაკეთნე ხე ლეგენდამ გაგვიტანა ეჩებერია მაგრამ იქ მაგარი მომენტი იყო კიდე იქ აშვეთია კიკნაძის მომენტი კიკნაძემ აქეთ პასი შეიძლებოდა მოკლედ და რადიო რეპორტაჟი იყო იქიდან როგორ მახსოვს მე რადიო რეპორტაჟს მსმენდი და უბაში და გაგვიტანეს და ეს იყო ცივი წყალი რა ასე რომ აი მაკედან წამოვიდა ბილბაო ნახე კიდე როგორი რამეა ისიც უნდა დავამატო ხა თქვენი არხის გამომწერები ჩვენი მსმენელები რა რო არ დაიბნენ ეს გიჟი კაცი რას ლაპარაკობს ამ დედამიწაზე იმდენი გრანდია რაღა ბილბაო აირჩიო ბილბაო მე არ ამირჩევია მხოლოდ ხას გაუსვა მხოლოდ იმის გამო რომ რაღაცა სპორტული კომაგობის გამო არა ბილბაო წამიყვა ხე მართლა სულელი და გიჟი უნდა ვიყო არ ვარ დალაგებული შეიძლება მაგრამ ნუ ეგეთი გიჟიც არ ვარო რომ ბილბაოს უგულშემატკივრო იმიტომ რომ ველოდეველერ ლიგას მოიგებს ვიცი რომ ეგ შეუძლებელია ბილბაო ცოტა კიდევ მეორე როგორც გადაცემის ეპიზოდის დასაწყისში ვთქვი აი ის მითები ის რაღაცა ქართველებთან ტრადიცია მე ბილბაოელი მეგობრები მყავს Facebook-ზე და როგორ შემწვა დედისტოლა ქალმა მომწერა რომ იციო ნოდარო Facebook-ზე ქონდა გაზიარებული ის დღე იყო ბილბაომ რო გამოაგდო დინამო 60 წელს კათედრალზე ხო და იციო ნოდარო რომ ჩვენმა ქალაქის მერმაო მაშინდელმაო ბილბაოს მერმაო თქვენ პრეზიდენტანო ედუარდ შევარდნაძესთან ერთად თბილისში სტუმრობისას ხელი მოაწერეს ოფიციალურ ძმობას და აი რაღაცა მთელ ამ მონათესავე და სიყვარულს და ჩახუტებას რა ისე შემწვა ეგ არ ვიცოდი მე რომ ეგ ტრადიციები მაგრამ ასწავლებს ხარატა იმიტომ რომ ქართულ ფეხბურთში ყოველთვის ჩვენ იმის პრობლემა აქვს რომ ვამბობთ რომ აი ამდენი ნიჭიერი ადამიანი ყავს აქ დინამო ყავს იქ ტორპედო კიდე გუნდები ახლა საბურთალო არის ის არის იბერიო ხო მთელი ამბები და ანუ ყველას უნდა რომ ადგილობრივებით დაკომპლექტდეს ახლა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იმიტომ რომ ჩვენი ისა გვაქვს რა ტრადიცია გვაქვს ამ წელში ძველი დინამო და რო წამოყვე მარტო ძველი დინამოში საერთოდ არ იყო ეგრე არავინ ხო თავიდან ბოლომდე ქართველები დაკომპლექტებული იყო და მესმის რა ეხლა შენი გულშემატკივრობის აბსოლუტურად მესმის თან ტრადიციული გუნდი არის საკმაოდ ტრადიციული გუნდი არის რა და ნახე კიდე მე რა მომწონს ბილბაოსი გარდა იმის ხო და აი ეგ რო დავამთავრო ზუსტად მაგიტომ ავირჩიე რომ რაღაც მე ყოველ შემთხვევაში იმდენად მიყვარს ეს ქვეყანა ესპანეთი მთლიანად ეს სახელმწიფო და მიყვარს მასში შემავალი ყველაფერი ყველა სოფელი იქნება ნუ ამიშნულობა მთელი გუნდები ვინც არიან იქ რომ ავირჩიე ზუსტად მაგ მონათესაო ამბები თორე მე ვიყავი რაულ მადრიდისტა რა რაულ რეალი ასე ვთქვათ რა მადრიდის რაული ვიყავი წვეჩი იმიტომ რომ რაული იყო აი როგორც წეღან თქვი ვინც საბოლოოდ მომწამლა და გავყევი შალკეშიც კი გადავყევი და მე მივხვდი მე ჩემს შემთხვევაში პუიოლი იყო რა პუიოლი კი ბატონო პუიოლი ძალიან მიყვარდა იმიტომ რომ ვაკვირდებოდი რომ დაცვაში ესპანეთს ყავდა ის ფეხბურთელი რომელსაც აი შეძლო ყველა მეტრს ყველა უბრალოდ ყველა სანტიმეტრს დაებრძოლა რა და ეგ ყველაფერი ბოლოს რომ დავინახე ბარსელონაში უკვე რომ აქტიურად დავიწყე ფეხბურთის ცხოვრება ხომ მე ბარსელონას გამაგი ვარ შედარებით ახლა იმიტომ რომ ეგრე სხვა მაშინ ინგლისში წავ ჩემი გუნდი გერმანიაში ნაკლებად გერმანიაში ერთი გუნდი არის ესე რომ შეხედო რა ძირითად შემთხვევაში ესპანეთში ნაპოლი არ იყო ესპანეთში თად მილანი იყო ეგეთი გუნდი მომწონდა და თავისი პლუსები ჰქონდა ნაპოლი როგორც კი კვარაცხელი აღმოჩნდა რა თქმა უნდა მივხვდი რომ უდიდესი ტრადიციების გუნდი არის და ახლა დიეგო ეგ ისეთ გუნდში არ მივიდოდა და ყველაფერს დავიდავნებ სადაც ტრადიციები არ იქნებოდა რა და პატარა ბუენოს აირესია ბიძინა ბარათაშვილს უთხარი რომ ჩამოვედი მე ვთხარი მე ბუენოს აირესში არ ვარ ნამყოფი მაგრამ მანდ მეთქი ნეაპოლში რა საგიჟეთიც ვნახე და ვხუმრობდი აი ეს აკაკი ვასაძის გამოთქმა როა ნეტავ იქ თეატრი არის ცნობილი აი მე კახემ რო ითამაშა ფილმში ხო საავტორო ფილმი ავტობიოგრაფიული აი ზუსტად ეგ დამება და მურალთან რომ მივედი მეთქი იქ თუ ფეხბურთი არის ალბათ იქ რაც მურალთან ხდება ეგ არის იმიტომ რომ ის არ არის კომაგობა ის კიდე სხვა რამე მე ეგ ხა ბარსარიალზეც ვარ ნამყოფი მე ეგეთი საგიჟეთი და ჩემთვის საყვარელი საგიჟეთი და ძალიან აი ვიცხოვრებდი მურალთან არ მინდა არ მუდამაძინე მთელი ღამე 20 წელი ბახ ბუხ და 80 წლის ბებო გამოდის არგენტინის მაისურით მარადონ მაგიებს მღერიან რა გაგიჟებული და მან მაგარი ისტორია გადამხდა ეს
სიუჟეტზე ვარ წასული და ჩემ მეგობარს ოპერატორს ვეუბნები რომ მიდი მეთქი აი რაღაც დეტალები აიღე სანამ ჩართვა გვექნება. ხო და მე მანამდე აქ ვიქნები მეთქი და ვიდექი და მესმის ვიღაცა იცი მეთქი რა ხდება. ჩიხში შევიჭრით. უკაცრავად მაყურებელთან და გამომწერებთან სენიორ, მაგრამ უნდა ვთქვა რა, ტიპი იყო ქვემოთ იუვენტუსის მაიკა ეგდო და შარდავდა ზემოდან. და მერდა და ღრიალებდა. თან ის პერიოდია უკვე ბოლო თამაშია დარჩენილი ფორმალობა სამდორიასთან. და უკვე ოფიციალურად თასი უნდა გადაწინ, ჩემპიონობა გარკვეულია, ბოლო ტურია. და ეგეთი საბიჟეთი ხდებოდა. ხო და ეხა ამხელა ოკეანეში, საფეხბურთო ოკეანეში, ხო, იმიტომ ავირჩიე ბილბაო, რომ მიყვარს თავისი პოლიტიკა. ჯერ ჩვენაირი პატარა ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და მიცაბაძი. ანუ წარმოიდგინე ლა ლიგაში სწორ მუშაობას რა შეუძლია, ხო? ლა ლიგაში შენ არ იმატებ, არ გაქვს ეგეთი ფუფუნება, როგორც პირობითად მაგის მოკიშპეს, ასე ვთქვათ, რეალ სოსიედადს შეუძლია, ხო, რომ დაიწყეს ეს ტრანსფერები. ხო და არ გაქვს ეგ ფუფუნება, როგორც პირობითად ატლეტიკო მადრიდებს და ასე შემდეგ, რომ გადმოიყვანო და ვიღაცა უცხოელი ათამაშო. ყავს მხოლოდ და მხოლოდ შენი აკადემიის გაზრდილი, ან თუ აკადემიის გაზრდილი არ არის, იდენტობით ბასკი რა. ბასკი ან ბასკეტში უბრალოდ დაბადებული, აი ვილიამსი. ლიზარაზუ იყო როგორც კი, ფრანგი ბასკი და ლიზარაზუ თამაშობდა. ხო და აი ბასკეთის მიწაზე დაბადებული უნდა იყოს. მე რაღაცა ბილბაოს აკადემიაში გამოვლილი, ან რომელიმე ბასკური გუნდის აკადემია ამას აქცევენ ყურადღებას. და ჩვენაირი ერისთვის, პატარა ერისთვის, რომელსაც რამდენიმე აკადემია აქვს გუნდს, ხო, სულ ბრაზდების, არ მესმის, ვერ ვიგებ. შანსი არ არის სწორი მუშაობით რაღაცა შედეგზე არ გახვიდე, გულისხმობ რა შედეგს. ყველაფერს თავი დაანებე 24 კოპუტავრე აქ მოგებული ჯამში, რაც არის ახლა, ძალიან დიდი ის არის. რა შაბო, მე რა ეხლა არასოდეს არ არის გავარდნილი იმდა ლა ლიგიდან. და მეხუმრებიან ხოლმე რომ ის არის რა ქვია თასმებიანი რო იყო ბურთი, მაგრამ უკაცრავად და 80-იანებში არ იყო თასმებიანი ბურთი რა, ვითომ ძველმოდური და ხარიხის ნაცვლად ძაფი იყო და კაი ბატონო იყოს ეგრე, მაგრამ არ იყო ეგრე 80-იანებში. არა, გუნდი ძალიან მაგარია. 83 წელს 83-4 კი ბატონო, საოცარი და იგივე რაც თქვი, მე როდესაც პირველად ნახე ბასკები, ხო 98 წელია, მეორე ადგილზეა ლა ლიგაში გასული ხა. რო ჩამოვთვალოთ ლა ლიგაში რა ფეხბურთელები იყო. არა, ვალენსიას მაგარი გოლ, დეპორტივო ლა კორუნია საოცარი ის ყავდა. საოცარი, ხო და აი ეგეთი გუნდი, ესეთ დიდ კონკურენციაში, ოკეანეში, რასაც ლა ლიგა ქვია, ინარჩუნებს იმას, რომ სულ საპრიზო ადგილებზე ცდილობს, რომ გავიდეს, აგერ ახლა ლიგას ითამაშებს, ხო? თან თავისი აი იმ სეგმენტით, იქ გაზრდილი ფეხბურთელები, ესე იგი სწორად მუშაობას თუ ლა ლიგაში თუ ეჭიდავები რეალ მადრიდს და ხანდახან ამწარებ, ხან ბარსასაც უგებ, არის გამონაკლისი. ფაქტია, სევილია ამოვაგდო 4 ხეულიდან ყველაზე დიდი რაღაცა გააკეთეს. გენაცვალე, დიდი მადლობა, ძალიან კარგია, აი ეგ ზუსტად. ესე იგი შესაძლებელია ხოლმე რომ შენ პირობითად ვიძახი, არავის არ ვერჩი არც ერთ უცხოურ გუნდს, ვინ ჩვენ გვეთამაშება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შესაძლებელია ტობოლს, შერიფს, ბატეს იმას ასტანას, ბაქოს ინტერია თუ ნეფჩი ამშნელობა აქვს ნებისმიერს მინიმუმ 2 ეტაპი გაიარო და გახვიდეს სწორ მუშაობაზეა ლაპარაკი. მე ბილბაო ეხლა უფრო და უფრო სპორტული კუთხით შემიყვარდა ბევრად, ვიდრე ადრე დავიწყე აი ამ მითებით, აი ამ მონათესავეობით, რომ მეთქი რა კარგია, რომ თბილისში თუ აგერ დინამო მყავს და ქართულ გუნდებს ქომაგობ ევროთასებზე, იქით ლა ლიგაში რაული მყავს, რაულ მადრიდი მყავს მეთქი, სანამ რაული რეალშია და იყო და მეთქი აგერ ბილბაო რა, მედი წავიდა ენაცვალე ჩვენი მონათესავე რომ ბიჭო, ეგეთი დამთხევაც არის და დამთხევაც გვარები და სიტყვები და ყველაფერი, ხა ჩემზე კაი გაგებით ვიძახი, მანიაკი დათო ტურაშვილია, რა შევედრები, შევეცილები ესპანეთის სიყვარულში, იმდენად კარგ რაღაცეებს იკვლევს და წერს და ჩასული იყო. არა, ყველაფერს თავი დავანებ ისეთ დეტალებს, მეც ან ჩემს როგორია, აი ახსენა კიდევ წინაზე რომ ესპანეთში წავს გუნდი, ისეთ წავს ხან ნაკრების დონეზე, საქართველოს პირველია ყოველთვის და იქნება რა თქმა უნდა. ერთი მაგ არგენტინის ნაწილი, და თავის კულტურა აქვს, რა საერთოდ სხვანაირი არის. ესპანეთი მყავს აქეთ რა, იქით ნაკლებად ყავს რა, ინგლისი მომწონს იმ ნაწილში, რომ კარგი კულტურის ის არის, უბრალოდ ყოველთვის რაღაცა აკლია რა. და ყოველთვის მგონია, რომ აი კეინის ამაზე ვაპარაკობდით სუდასაწყისში რა გადაცემის, რომ კეინს ჰქონდა წყევლა რა, სანამ ტოტენჰემიდან არ წავიდა და ვერაფერს ვერ მოიგებდა ეს გუნდი და მართლაც ეგრე მოხდა რა.
და რომ კეინს ჰქონდა რაღაც თავისებური ის, რომ კეინს როცა შეეძლო გამختارიყო საუკეთესო, მაშინ კეინმა ტრავმა აიყიდა. როცა შეეძლო რომ ორი თამაში მოიგოთ და უკვე ჩემპიონებისკენ გაწეულიყო, ორი თამაში კი არ მოიგეს, ორივე წააგეს, ერთ ქულა მაინც რო აიღო. აი თემაში ეხლა მაგაზე ან მიუხენის გულშემატკივარი ან პირადად კეინის კომაგი აუცილებლად დამიწერს რას ბოდიალობს ეს კაციო, მაგრამ რა ვქნა ბიჭო, აი ინგლისელი გერმანიაში ფეხბურთელი ძალიან უვის არის. აი ვერა რა ფეხბურთი ძალიან უცნაურია ხო. აი ფეხბურთი ხო არის ეწეგან კარგად თქვი რა, აი ინგლისზე რომ მიხვედი, მე ძალიან მიყვარდა რა ინგლისელები, აი ძალიან დიდ პატივს ემდო ფეხბურთი გვაჩუკეს, ჯერ მაქედან დავიწყო, თეატრალური ხალხია, კულტურის ხალხია ნებისმიერ ჟანრში, ნებისმიერ სფეროში ხო იქ, როცა ამ პარკში კულტურის და ბიჭო აი ინგლისელი გერმანიაში ამ პირიქით აი რაღაც არის რა რო არ სიგმაში არ ჩახვიდე, ჟერარდი იცი, ლამპარდი ყავს, ნანახი რუნი, ანუ რთულია ძალიან. ჩემს ახლა ბელინგემიც რეალში ცოტა უცხო არის რა. აი ნახე ბოდიში გაწყვეტინებ, ესპანეთში მესმის ინგლისელი. მე კიდე გეუბნები ამ ისტორიული რაღაცა დაპირისპირებები და ამბებით უხდება რა. ფეხბურთს ეგ პეწი აქვს, რა ფეხბურთს ეგ უხდება, აი როგორც იმაზე ვამბობ ინგლისელებზე, სულ იმასთან უნდა წაგვეგო პირველ მერცხალშიო რა. ინგლისთან. ცხონებულ ნანამჭედლიძეს აქვს ნათქვამი, რომ არა და ბორის პაიჭაძის წერილები რო წავიკითხე, იქ ინგლისს უგებთ. ვამარცხებთ ინგლისელებს. და ფილმი გამოვიდოდაო ცოტა აი ესეთი რა, რომ აი არ იქნება აბა უიას ვერ ვიმღერებდით, ხვდები რომ მოგვაგვე. ეგ ტალახიან აბა სიმნი არა გაქვს, გაიგე? რა ემოცი წავიდნენ ინგლისელები, ბრიტან მღერიან, რაღაც საოცარი კადრია, იალქნიანი გემი მიდის და ეს მოდის იასონა კოჭლობით იყურება იქ ნაპირთან დგას და აი ესე და რა ქნა და გაჩერდნენ ისინი ჰიმნს მღერიან სახელმწიფო შენ არ იყავი სახელმწიფო იმიტომ რომ რუსებს ყავდი დაპყრობილი და არ ქონდა და რა ქნა და დგას და ეს ხუჩა კვარცხია და სულ ეგ ჩამესმის და აბაჰოი და ატყაო შენი მეთქი არა მაგრამ ეგ არ გექნებოდა რომ მოგვეგო ეგ არ გექნებოდა მე მამუკა კვარაცხელი აუცილებლად მოიწვიეთ მამუკა მავი ამ კაცს აქვს ძალიან დიდი ფანტაზია და ცოდნა ფეხბურთის მეო გავიცანიო ადრე ძალიან ადრე ერთხელ მითხრა ბორის პაიჭაძის კლასელი თუ გუნდელი რა აი პირველი ნაღდი პირველი მერცხალის გუნდელი მანდ რა მოხდაო იცი რომ უგეთო რომ მორჩა თამაში მოკლედ ინგლისელებთან მოვიდნენ რა ინგლისელები და მაისურებს რომ ესე ვერ გაგიცვლითო იმიტომ რომ აღწერა მიდის გემზეო ხო და ვერ გაგიცვლითო და რა ვქნათო იციო ცოტა გავცურავთო და ზღვაში ჩავყრიდო რა გააკეთეს ხო გაცურეს აი ის სცენა წარმოიდგინე რა აბა ხო მღერიან ონ მაგის ნაცვლა ესენი უყურებენ და ტივტივებს მოაბეს აი ტყლუ ამოვიდა იქიდან მაისურები დაუტოვეს ნუ რა საყვარელი ხალხია რა ეხლა ინგლისელებზე წავედი რა რო თქვი რა კულტურის ხალხია გიჟდები ესპანეთის მე ძალიან დიდ პატივს ვსმენთ მაგრამ აი ინგლისელი გერმანიაში ვერ არა აი შირერი გერმანიაში ვერ წარმოიდგინე ესპანეთში არა უბრალოდ მე ბელინგემი ვერ მოვაგმე რეალს ანუ ბელინგემი კიდე აი სხვანაირი ფეხბურთის მანერის ადამიანია, უბრალოდ სხვანაირი სტილის ადამიანია. იმას კი არ ვამბობ, რომ რეალისტვის არ არის რაღაცა იდენტობა, რაღაცა ვერ შექმნის ისტორია, შექმნის ბუნებრივია, თუმცა აი როგორ რაღაც არის, იცი, აი უნივერსალური ფეხბურთელია, რომელსაც ეგონათ, რომ და თვითონაც თავისთავად ეგონია, რომ ჯერ ცოტა არ წარმომიდგენია, რომ რეალი რო გირეკავს და უარსეუბნები. ეს ცოტა ესეთი რაღაც არის, იმიტომ რომ ყველაზე დიდი მაგალითი მაგის რაც ყოფილა ფიგუ იყო ბარსელონაში დაურეკეს რეალიდან და უთრაობა კარგად იყავდა და წამოვიდა ეგრევე რა. იშვიათი შემთხვევა რომ აი უარი უთხრა. მესიზე იყო ადრე ნათქვამი რომ მესის დაურეკეს და ავტომატურად უარი უთხრა, იმიტომ რომ ხან მესის არც გამოვიდოდა სწორად ეს ყველა ყველაფერი მისცა რა. ხო, მერკაცებზე არ ვამბობთ ხო, როცა იქ შენ აი როგორც მარადონა შემთხვევა იყო რომ ბოკაში წავიდა და რივერში არ წავიდა რა და ყველანაირი საშუალება ჰქონდა იმის რომ რივერში ყოფილიყო თუმცა რაღაც დაიწყო რომ ღარიბების გუნდში მინდა იმიტომ რომ ეს ღარიბი ხო ეგ კიდე სხვა ის არის რა მომენტია რა ეგ კიდე მოხეტიალე ტიპია ერთხელ ბიძინა მითხრა ბარათაშვილმა რომ იმდენად სახალხო ტიპი იყო შემოქმედი იყო მარადონა რომ ნეაპოლში ტაქსისტების ტურნირში მიიღო მონაწილეობა. წარმოიდგინე, ნუ ეხა იქ რა საგიჟეთი მოხდებოდა ამას რომ დაინახავდნენ ტაქსისტებთან, ხო წარმოიდგინე. ხო და არის რა ბიჭო, აი რა ვქნა ფეხბურთი ჩემთვის არის ეგ კულტურა, სადღაც ცოტა რომანტიზირებაც, სადღაც რაღაცა ლამაზი ჩუქურთმები, არ არის ფეხბურთი ჩემთვის
5 სწორი პასი ჰქონდა და ისა რა ქვია მის ანგარიშზე 3 გოლი 3 თამაში და რო შეხედავ მე შემოქმედების მარცვალი არ არის და არის რაღაცა ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა რა ბევრი რო არ გავაგზავნე რომ ბუღალტერული ეპოქაო მე ხა ბუღალტერიას და ამ პროფესიას შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ უბრალოდ ფეხბურთი როგორც შემოქმედება მიყვარს და აი ბუღალტერული ეპოქა იქ რო იმებს ითვლი უკან ამდენი მივეცი ეხლა არ დავკარგო ბოჭას არა მარტო დანიის იმას ჰქონდა აღარ მას კოპენჰაგენს რა თქმა უნდა არა სხვა გუნდს ჰქონდა ფეხბურთელებს არჩევდნენ შეფასებების მიხედვით რა უბრალოდ აიღებდნენ ახავდნენ პირობითად ვიღაცა სილვინიო პირობითად სილვინიო საშუალო შეფასება აქვს 7-2 და აი ფეხბურთელებს ამოვიყვანოთ რა არც ნანახი ჰქონდათ მისი ვიდეო არაფერი საერთოდ და ამ პრინციპით აყავდათ რა უბრალოდ გაიყიდება ამის მაინსური და 7-2 შეფასება კაი სისულელეა ხო რეალურად მაგიტომაც გახდა ბუღალტერია მე ხარ არ მომწონს ყოველთვის მეტად ჩაკეტილი ფეხბურთი რა ანუ არც ბოლომდე გახსნილისკენ ვარ რა თქმა უნდა ღია მაგრამ უბრალოდ როგორ გავა გოლი და ჩაიკეტება არ არის ეს სასურველი რა ეხა აიაქს თამაშები თავის დროზე დაახლოებით 3 წლის ლიგაზე რას საკეთებდნენ საოცრება იყო ეხა ოდნავ მან აიაქს რო შეეხე ზუსტად ეხლა ეგ გამახსენ აი რა ვინატრე იცი აი რო უყურებდი ხო დაუტკბი ჯერა საოცარი აიაქსი იყო რა კარგად თამაში აი ოდნავ მეთქე 5% 3 ჯანდაბას პრაგმატიზმი როგორ ბიჭო ამ ესეთი ანგარიში თიგებ აბა ესეთი ანგარიში თიგებ და მიდი რა რატო აი 2% პრაგმატიზმი მეტი არ არის საჭირო კარგი ბილბაოზე დაუბრუნდეთ და ევროპა ლიგით დაუბრუნდეთ ჯერ რა თქმა უნდა სამწუხარო ერთი რაც არის ან ჯერ დასაწყისთან გავყვეთ რომ საწყის ეტაპზე საერთოდ ის 8 თამაში რაც ჩაატარეს საოცრება იყო ჯერ უბრალოდ რატო წააგეს მე მგონი ფენერბახჩესთან კი ფენერბახჩესთან 3-1 წააგეს და ანუ აი ეგ წაგება იყო ცოტა როგორი ვარიანტი ისე რაღაცა მოდუნდენ ვარიანტი თორე ჩავდოთ პირველ ადგილოსანი გახდებოდნენ რა მაგ მომენტში რა და უფრო უკეთესი ვარიანტიც ეკნებოდათ შეიძლება კი შეიძლება მანჩესტერს ცდებოდნენ ეგრევე მაგრამ აი რა ვქნა კიდევ ვიმეორებ აგერ დიმას კიდევ ულოცავ აქედან მანჩესტერს მაგრამ აი მე უყურებ ხოლმე ესპანურ არხებს და თან მინდა რომ ენა ვისწავლო კარგად ხო და მატჩამდე ერთი კვირით ადრე განსაკუთრებით ყურადღება მივაქციე ბილბაოს არხებს. და ესე იგი დაწყებული ბილბაოში ტელევიზიის აი დილის გადაცემით, როგორც ჩვენთან არის ხო დილის გადაცემა, დილის გადაცემით საინფორმაციოები დამთავრებული, ესე იგი 24 საათი ატრიალებდნენ მანჩესტერს რომ მოუგეს. აი ეს საოცარი სეზონი. ბიელსას ბილბაო და საოცარი იყო და აი ერნესტო შეეძლო რომ იმ ბილბაოზე კარგი ბილბაო შეექმნა ახლა და კარგი გააკეთა, მაგრამ ნუ ის შემადგენლობით კიდე სხვაგან იყო გახსოვს ხო რომ მემფერდელი გაიყიდა და სუგრანდებში. ხო და მე მაინც ვაბრალებ, კიდევ ვიმეორებ, მანჩესტერს არაფერს ვერჩი და კიდევ ერთხელ გულშემატკივრებს ულოცავ მანჩესტერის კომაგებს, მაგრამ აი ზედმეტი როგორ თქვა, ცუდია თქო მომზადება, მაგრამ აი ზედმეტი გაუთავებელი ხო იცი რომ გბოჭავს, ხელს რო გიშლის, მაინც მგონია რომ ზედმეტად ემზადებოდნენ, გონებითაც გადაიწვნენ. თორე ვერ ყოველ შემთხვევაში მანჩესტერი მართლა არის, ანუ მიუხედავად ანგარიშის მიუხედავად ზოგადად მანჩესტერს ძალიან ცუდი სეზონი ჰქონდა. აი ზუსტად მანდ რაც თქვი. ამ ანგარიშს არ ველოდი და როგორც აი PSG იმის ფინალში არ ველოდი ახლა ინტერის ფინალში რომ იქნებოდა აი სრულიად წარმოუდგენელი. ხო, მაგრამ აი ნახე, აი ამ მანჩესტერისგან ამ ბილბაოსთან, ხა ვიღაცა შეიძლება გაეცნოს, მაგრამ მართლა არ არის ეს ბილბაო ამ ანგარიში წამგები გუნდი. ყოველ შემთხვევაში მთელი სეზონი ხა ვიღაცა ემა მანჩესტერთან უყურეს და ნახეს ბილბაო და მთელი ლა ლიგის სეზონი და ევროპა ლიგა უყურებდა. არ არის ბილბაო ის გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ რესურსი შეიძლება სათადარიგოთა სკამი ისეთი არ აქვს, როგორც თქვა მანჩესტერს პირობითად. მაინც ესეთ ანგარიშს მე ამ ანგარიშმა დამაფიქრა, ხვდები, რომ მოუგო ესეთი გადავლა თან სამამესზე, ესეთი მარცხი გინდა გასვლაზე, გინდა სახლში. მაინც მგონია რომ ფსიქოლოგიურად ვერ მოემზადა ეს გუნდი და გადაიწვა. და აი ამ გადაწვის შედეგი იყო ეს, თორე არ არის ეგეთი ცუდი გუნდი. კიდევ მეორე ბილბაო, რომ კი, შეიძლება მანჩესტერი ვერ გამოვიდო, მაგრამ მოდი რა, საპირწონედ გვაქვს ამაზე მაგარი მანჩესტერი გამოუგდია, ხო? გვახსოვს ფერგის. მაგრამ მაშინ ძალიან მაგარი მანჩესტერი. ფერგის მანჩესტერი. და საოცარი, ხა ვიღაცა შეიძლება ისიც თქვას, რომ ის მანჩესტერი, თქვათ იმ ევროპა ლიგას და ამ ბილბაოს არაფასებდა, ეგეც არასერიოზულია, რას ქვია არაფასებდა, მოედანზე გახვედი ოლტრაფორდზე ფერგის ხელმძღვანელობით და რას არაფასებ, მეტოქეს არაფასებ, კი იქ მიმოხილვა ვნახე მე ჟურნალი რო არის ხოლმე ყოველკვირეული, იქ ამბობდნენ ჩვენ არ ველოდით ბილბაოს ასე თამაშს. გასაგებია, ხო, სიურპრიზი იყო, მაგრამ
ძალიან შემადგენლობა საოცარი ყავდა მანჩესტერს და ვინ თუ არა ფერგი შეეძლო გუნდის მეორე ტაიმში ყოველ შემთხვევაში გარდატეხი შექმნა ან პირველი თამაშის შემდეგ უკვე მეორე მატჩი გუნდი მოემართა, მაგრამ ვერ მოიმართა. ხო და ამიტომ გონია რომ ზედმეტმა მზადებამ ის მე რაც გითხარი ერთკვირიანი ეს არანორმალური ეს გაუმთავებელი აი ყურება იმ მანჩესტერის დამარცხების აი იმ კადრების იმ რაღაცა საოცარი სეზონის ხო ამან კიდე გადაწვა ზედმეტი პასუხისგებლობა ზედმეტი ტვირთი ისედაც მანჩესტერის წინააღმდეგ გადიხარ და კიდე გემატება ეს რომ ნახე ჩვენმა თაობამ დემარკოსი იყო მარტო ამ ბილბაოში საოცარი შემადგენლობის ფეხბურთელი და აი ჩვენმა თაობამ ეს ქნა და აბა ჩვენ მაინც მგონია რომ ზედმეტმა მზადებამ ზედმეტმა წნეხმა არა რაღაც პანჩი დაუბალანსა კიდე ხა ძალიან სუდია რომ სად ჩემპიონობის გზაზე უცებ ჩამოეცლავე მაგრამ რაღაც მხრივ ბალანსივით არის ის რომ იცი რომ ამ იმაზე რა ვქვი ეხლა უბრალოდ ბოლოს კერგაი რო გაიგეს უკვე რომ გადიოდნენ იმაზე ჩემპიონთა ლიგაზე მაგრამ кайხანი არ იყვნენ რა ეხლა ბოლოც 15-ში ხო ბოლოც რო იყო მაშინაც მესამე ადგილზე გავიდნენ ევროპა ლიგაზე გადავიდნენ ხო ანუ ის იყო რა თან მე აი რა თემაზეც მინდა რომ კითხვა დაგისვა და რა თემაზეც მივდივარ რა არის ნიკოს ტრანსფერი თავისთავად რომ არ შედგა და მე მიხარია კიდევაც რომ არ შედგა იმიტომ რომ ბედნიერი კაცი არ არის თან ლიგაზე გავიდი ხო ზუსტად ვიცი რომ ნიკო ჩემპიონთა ლიგაზე თავის სიტყვას ეტყვის ოღონდ იმ გუნდით რომელი გუნდით შედარებით სხვებთან რა ეხა გიგანტებთან შედარებით იქნება პატარა რაღაც მომენტში აი მე უფრო პატარა გუნდის როგორ თქვა მომხრეც ვარ იქნა გამო რომ აიაქსის ის ნახე ხა აიაქსი პატარა გუნდი არ არის ბუნებრივია უბრალოდ იმასთან შედარებით აი 4 წლის რაც ხო მაშინ რაც იყო საერთოდ ხო ყველაფერი ხო შედარებით ეხა ეს 4 წლის წინ დაახლოებით რომ შეადარო ალბათ იმ დიდი გრანდების ნახევარი იყო რა ეხა გაცლებდი და რაღაც გონია რომ ატლეტიკო ბილბაოც აი ამ ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში 25-26-ში რაღაცას თავის ყავს ყველა ვარიანტი შეიტყვის რა ნიკოსთან უბრალოდ ერთი მომენტი ის არის რომ ნიკო ალბათ ერთი სეზონის დარჩება რა გუნდის გუნდთან ერთად და დიდი ალბათობით წავა, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ გაუძლებს ატლეტიკო მახელაცნეხს ეს ატლეტიკი უბრალოდ მახელაცნეხს ფინანსურს რა ეტყვიან რომ უბრალოდ ვიცი რა ეს ყველაფერი ჯდება რაღაც მეორე მხარეა 200 მილიონი მოყვები რასაც ამბობ მანდ არის მეორე მხარე იგივე იმ ერთი სეზონის მერე ნუ ღმერთმა ქნას ძალიან მინდა რომ ნიკო ვილიამსი ისეთი მოთხოვნადი იყოს პირველ რიგში მე მინდა ესპანეთის ნაკრებიდან გამომდინარე რომ ხა ესპანეთის ნაკრებს გულშემატკივრობ და იყოს ფორმაში ისეთ ფორმაში როგორც ევროპაზე ნახე იმიტომ რომ ორი განსხვავებული ნიკო ვილიამსია რა ნაკრების ნიკო და ბილბაოს ნიკო მე ნაკრების ნიკო ვილიამსი ბევრად მომწონს იმიტომ რომ ერნესტო ვალვერდეს არაფერს ვერ ჭირდება ბარსელონას კომაგებს რო ხვდები ხოლმე და აგერ ეხლა ხა ფანტე ვაფსვა ტიპი არის აგერ ეხლა ბილბაოელია აგას ვენაცვალე ბასკი კაცი აგერ ხარ ბარსას გულშემატკივარი და მომენტი როგორც კი ჩამევარდება ხოლმე ყველა ბარსას გულშემატკივარს მადლობას ვუხდი რომ ერნესტო ვალვერდეს ესეთი განათლება მიეცით თქო რა თქვენთან მუშაობით იმიტომ რომ ის რაც ერნესტომ იქ ისწავლა ბარსელონაში აქაც შემოიტანა მართალია შემსრულებლები ხა თვალი არ ვარო ვერ ვხედავდე შემსრულებლები ბარსაში ბევრად ძალიან მაგრები იყვნენ მაგრამ აი ამ რესურსით რაც ბილბაოში აქვს ერნესტოს დამსახურება ის რომ ნიკო ესეთ ჩამოყალიბდა ესეთ ტიპაჟად ჩამოყალიბდა იგივე სანსეტი ასაკობრივები გინდა ეროვნული გინდა მოთხოვნადი ფეხბურთელია რა ხო ალვარესი და ასე შემდეგ ბიჭები ვივიანი და ის ხო ნაკრების ბირთვია ამდენი ფეხბურთელი მაგრამ აი დელაფუენტეს ხელში ბევრად სხვანაირია მე დელაფუენტეს ხელში უფრო მომწონს ისეთი ვერ არის ნუ როლი და ტვირთი ბილბაოში ბევრად მეტი აქვს სხვა აქვს იმიტომ რომ ეხა ესპანეთში ნახევარმცველები წინა ნაწილში შეთამაშებული ნაკლებად რა იმ დონის როგორ თქვა ჩემტევი არ ყავს ხა როგორც ის ყავს ხო არა და ნახევარდაცვაში საოცრებად ხდება ნუ არანორმალურია და თან ნახევარდაცვაშიც ხო უკან ცენტრი გინდა იქ გინდა ფლანგებზე ისეთი არჩევანი საშუალება აქვს ესპანეთის ნაკრებს რომ ბუნებრივია რომ იქ სხვანაირად ლავირებს მე ძალიან გამიხარდა ამ ხრივ რატო იცი აქვე გეტყვი რა ნიკოს განვითარებისთვის ბარსელონა მინდოდა ვაღიარებ მაგრამ წნეხი არის იმიტომ რომ იამალთან მეგობრობს ხა როგორი მომენტია რომ მე და შენ ვარ სხვადასხვა გუნდის ესენი მეგობრობს და უცებ გეუნები რომ მოდი გადმოდი ჩემთან უფრო კაი გუნდი არის ერთმანეთსაც ხშირად ვნახავთ უფრო მეტად რაღაცებზე ვიღადავთ ვიხუმრებთ ისეს და შევთამაშებ ხარ მით უმეტეს ეგ ძალიან დიდი წნეხია რა და შევთამაშებ ხო ვერდი იქნები მე ნაკრებში ამ ხელა თავგადასავლები გველის ხო რაც გაიარეს და კიდე და მე
წლევანდელ სეზონში რატომაც გამიხარდა ნიკოს აი ეს ჩაშლილი ტრანსფერი არის ის რომ ლიგაზეა ბილბაოს ატლეტიკი მხოლოდ ამიტომ კიდევ მე მგონია რომ თავი ფაქტორი იყო ხო ნუ იქ გარანტიებზე იყო საუბარი და გადაუარა ხალხმა ჩვენთან სოციალურ ქსელში ნიკოს და ნუ არ ვიცი ხა ჩვენ გადაცემის დასაწყისში ვლაპარაკობდით შეიძლება მისი ეს ტექსტი და მე სადაც გული ხდა მიმიწევს და რაღაცები პათეტიური მიმართვებით შეიძლება იყო მაგრამ ხალხო ეს ბილბაოა და იქ ცოტა სხვანაირად უყვარდა. ან ბასკური სულისო სხვანაირია და ეხა იმას სულ რეალმა დაურეკოს მაინც იგივე სეტყვეს. ხო, ეგ არ არის პირობითად შეურაცხყოფას არ ვაყენებ ტოტენჰემის სიტყვაზე რომ იქ ხარ, არ ხარ, ეს არის ადგილი, ეს არის სტადიონი, ეს არის კომაგობა, სადაც წარმოიდგინე, ეს ჯაჭვი მოყვება, ხო? პერიოდი იყო ისეთი ბილბაოში, სამოქალაქო ომის დროს ბასკურად საუბარი ეკრძალებოდათ ქალაქში და ეს ადგილი იყო, ეს სტადიონი, სადაც ბასკურად არ ეკრძალებოდათ და თავისუფლება იყო. კათედრა წმინდა სამამესის ტაძარს ეძახიან, წარმოიდგინე. კათედრალ სამამეს ეძახიან. სამყოფილო ხარ? სამწუხაროდ არა და ჩემი სირცხული და თავის მოჭრა, მაგრამ აუცილებლად წელს დავისრულო ემოცნება და წავიდე რა ნატურა ბავშვობის. ხო და ეს ძველი სამამესიც მაგრამ მინდოდა, მაგრამ ვინც იყო ახლა ახალძი ზღაპარია, ნუ თანამედროვეა და აგერ ფინალით ჩაატარეს. ხო და ესეთი გადავლაც ხო იქ სხვა რაღაცეები მოქმედებს ბილბაოში, ბასკები სხვანაირად უყურებენ, ხო და ადგილი სადაც ახლა კათედრალ სამამესი აქვს, ტაძარს ეძახიან, წმინდათა წმინდა მათვის იმ კლუბში თამაში, რომელსაც 21 საუკუნეში 2025 წელია ამხელა ოკეანეში როგორც დასაწყისში ვთქვი, სადაც ევროპის გრანდები ვისაც ხელს დაადებენ ყველას ყიდულობენ და მარტო ბასკები და მაქსიმუმ იქ ბილბაოში დაბადებული უცხოელი თამაშობს. იქ ეგრე არ არის, ესე მარტივი არ არის რა, ვერ მიიღო გარანტია და მორჩა ადიოს რა და დარჩა იმას ბილბაოში. კიდევ ვიმეორებ, მე რო არა ჩემპიონთა ლიგა მაგალითად შეიძლება არა სიხარულით მაინც გამიხარდებოდა რომ დარჩებოდა იმიტომ რომ მაგარი სეზონი იქნება მაგრამ ლა ლიგაშიც მაგრამ რო არა ჩემპიონთა ლიგა შეიძლება ესე არ გამხარებოდა იმიტომ რომ მისი განვითარებისთვის როგორც თითოეული ბილბაოელი ფეხბურთელისთვის ხო იგივე ლორენტე რო წავიდა ზუსტად ვიცოდი რომ იუვენტუსში მაგას სათამაშო დრო არ ექნებოდა მაგრამ მაინც კარგია სადა გაუჭირდებოდა კიდევაც ფეხბურთთან შეგუებას ხო აი თან ეხა იმ იუვენტუსში ძალიან კარგი იუვენტუსი იყო და კონკურენცია იყო დღევანდელისგან განსხვავებით ხო ხო და აქედან გამომდინარე გამიხარდა რომ ლიგა მაქვს სათამაშო და სკამი ისედაც არ მაქვს და აგერ ეს მეყოლება ეხლა მე თან სოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება და სოფლიო ჩემპიონატისთვის ფორმაში მინდა იყოს ამიტომ გამიხარდა ხო და ნახე რანაირი და როგორი ღმერთმაქრას რომ ამაზე მაგარ ფორმაში იყოს უბრალოდ აი შემდეგ სეზონში როგორ კონდიციებში იქნება ნიკო ვილიამსი მაგაზეც რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული გააგრძელებს თუ არა სხვაგან გამოისყიდიან აიყვანენ ასე შემდეგ. ეგ კიდე ერთი წლის მერე ვნახავთ მაგას. ხო, მაგას შევხედავ. ცოტა მინდა შევეხო დერბისაც რა, რეალ სოსიედადთან, იმიტომ რომ მაგაშიც წინ ხართ ეგ არის ყველაზე კაი და ჯამში აღარ მოსწონი 70-ია თუ რაღაც მოგება, ხო ეგრეა. მაგრამ რა მიტყდება, იცი? აი პეცი დაკარგა რა. მე მაგალითად არ მსიამოვნებს აი ეგეთი დაპირისპირებების, დერბების გულშემატკივრები ერთმანეთთან რო სხედან და ხელი-ხელ გადახვეული მე არ გეუბნები რომ შეიძლება აგური ესრულოს მაგრამ ამ დროს რო გვერდზე კაცი რივერი ბოკას რო უყურებ რა ხდება ხო აი მაგალითად გამიხარდა აი ფანობასაც რო შევეხო ზოგადად ძალიან გამიხარდა წლევანდელ სეზონში ელ კლასიკოს რო უყურე ყველაზე კარგი ბოლო პერიოდში რაც მინახავს ყველაზე კარგი ელ კლასიკო იყო მოედანს რო თავი დავანებოთ მარკას ჰქონდა 1 საათით ადრე ჩართული მიმდებარე ტერიტორია იქ მაგალითად ბარსელონას და რეალის გულშემატკივარს ესე ვერ დაინახავდი რა იმდენად ეს მტრული ის განწყობები მე რო ვიყავი 2018-ში იქაც მტრული განწყობა იყო ქალმა გამაჩერა ბილბაოსმა იქით ვიყავი და ქალმა გამაჩერა რომ ეს არის ვისკომაგოფო რა ვთქვარი რა თქმა უნდა ეს კერო მეწერა თან რა ვთქვარი ეს კერო აქ თამაშობდა და შემოდი ანუ იქ იყო განწყობა მე გაქრა კინკლაძემ გვაცინა ერთხელ გვაცინა რა ანუ ისეთი ამბავი მოყვა რა ჩვენთან ლაილაიში მე და დიმას მოგვიყვა ადრეო ბიჭო ჩემ დროსო მანჩესტერ დერბიშიო ავტობუსი შუაში ჩადგებოდა იქით სიტის ფანები აქეთი უნდა ვინ ერთხელ ჩავედიო ბოლო პერიოდში გადახვეული ხელი მანჩესტერლები ერთად
აი გლაზგოს Celtics და Rangers აქ კიდე ეგ რა არ შეიცვლება. კი ბატონო, ხო და ხო კარგია რა. აი ეგ აღარ მოწონს. დერბის ეგ აქვს. ხო, აბა მაგიტომ არის დერბი დოკუმენტური მაქვს. კორინთიას და იმის ისე აი ეგ საერთოდ. აგაშენა ღმერთმა ზუსტად. მაგიტომ მომწონს მე დინამო ტორპედოს აგერ ჩამოვედი საქართველოში ვარ, აი ეგ დაპირისპირება კაია, უხდება. ბრაზილია ცოტა კიდე მძიმედ არის იქ ყოველ საშუალო სტატისტიკურად 3 წელიწადში ერთხელ ვიღაცა მაინც ხვდება იმ. ხო, არა. იქ საერთოდ ნიუსი არ შემხვდეს ინფორმაცია. იქ ვიღაცას რო წამოსდეს ერთმა გინება რო წამოსდეს უბან დაძდევენ ერთმანეთს, არა ის საშინელი ის. ხო და აი ეგენი გაქრა, ეგ და აბა რა დერბი უბრალოდ აფიშა მდიდარი სოსიედადი ბილბაო ან ბილბაო სოსიედადი მორჩა და კადრი არის ერთმანეთ გადახვეული გოგო ბიჭი ან ბიჭები ერთად სვავენ მათ არის ტიკით და არ არის რა სამწუხაროდ არ არის იმედია რაღაცა ეს გაღვივდება რა იმიტომ რომ ძველი კადრები მაქვს ნანახი სადაც აი სხვანაირი დუღილია ეხლა ფორმალობად იქცა ეგ და ეგ არ უნდა განელდეს რა მაგიტომ მიყვარს ფეხბურთი და მაგიტომ ასწორებს ეგ მუღამები უნდა ატაროთ აი ხო გეუბნება იქ ინკლასზე რო ყვებოდა ავტობუსით რომ მიდიოდო აქ ჭამდნენ ერთმანეთს ეხლა გადახვეულები მისეირნობენ ერთად აი მე მაქვს კიდე ეგეთი კითხვა შენთან რამდენად არის შენი აზრით შეზღუდვა ეხლა რაც აქ ატლეტიკს რა თავის თავთან დაწესებული შეზღუდვა რომ მხოლოდ ბასკები ხო რა რამდენად უშლის ამაში ხალხს იმიტომ რომ ბევრი მაგალითი გვაქვს ხა ისეთი გუნდების თუნდაც PSG რომელიც საერთოდ არ ჩანდა ეს RBL-ზე და მარსელი იყო ზირთად ლიონი იყო და რა თქმა უნდა იყო PSG-ც მაგრამ ხო ისინი დომინირებდნენ ხა როგორც City იყო მაგალითად კი ბატონო ლიონი გვახსოვს ხო რეალს როგორ ამწარებდა ხო და ან რამდენად არის ხა შენთვის ეგ შეზღუდვა იმ ტრიუმფის გზაზე ესე ვთქვა რა იცი რა მეწყინება აქვე გეტყვი და მე მეგობრებს სულ ველაპარაკები ხოლმე ბასკებს რა ბილბაოელებს რომ პირიქით ეგ უყვართ რა ბილბაო რითაც ხალხს თავი გააცნო და შეაყვარა მათ შორის აგერ 98 წელს გურამიშვილის გამზირამდე მოაღწია ბილბაოს ისტორიამ და სიყვარულმა აი ეგ თუ გაქრა და თუ დავინახავ პირობითად მან იტალიელს არაფერს ვერჩი მაგრამ ზოგადად ესე ინგლისელს გემას ეხა ბილბაო რა ეგ არის მაგიწყოს ბილბაოს ვიდეოები მაქვს ნანახი სხვა შორის თვითონ პეიჯებს დებეხონე რა თქმა უნდა მაგარი აი როგორი ნათლობის მსგავსი რიტუალიო პატარა ბავშვი რო იწყებს ტორტივით რო ამოუჭრიან ბალახს გაზმს და ესე და ბოლოს გადაეცემა და 500-მდე მიდის რა ძველ ბილბაო და აი ეგეთი ფეხბურთი ჩემთვის ეგ არის რიტუალია ფეხბურთი კულტურაა და არა ის პირობითად არ უნდა ათქმევინო ტიპს რო 22 კაცი დაასდევს როგორ მეზიზღება ეგ გამოთქმა და ანუ აი არა მაშინ ყველაზე მძიმე ვერსია იმას მაგის მოსმენა აი მაშინ ღირსი ხარო უყურო მარტო იმას ცუდ სერიალებს რა რაც გადის ხა აღარ დავასახელებ რა რაღაცა უაზრობებს აი ლათინურ ამერიკული და მამა და აი ფულები ინდურები ხო ყველა ერთი სცენარიო არის საერთოდ ხო ნუ კატასტროფა აი ჩემს ახლა ინდურ სცენარზე გამახსენა ძალიან ახლა ისეთ შედარება მიდის მაგრამ იტალიაში ერთ პერიოდში ძალიან ბევრი გუნდი მართლა ინდური სერიალებიც იყო რა ყველა ერთმანეთს გავდა შეტევითაც დაცვითაც ბურთის ყველანაირად რა აი თან ერთმანეთს რო ხვდებოდნენ ცოტა ვიბნელოდი რომ ვხვდებოდი რომელ გუნდს ხონდა ხოლმე ბურთი ხო რა შავთაც კაცს რომ ეყურებინა ვიფიქრებდი რომ ერთ და იგივე გუნდს უყურებ რა ცოტა რთულად იყო და ხო აი ბილბაოს შემთხვევაშიც მეწყინება არ მინდა ეგ მოხდეს და თვითონ ფეხბურთელებიც მაგით უხეშად ვთქვა кайფობენ ფაქტია მე მეეჭვება რომ მათ ვინმე იტანჯებოდეს ეხა ესე რო იყოს რომ არავის უშვებდე და უკეტავდე საზღვრებს ეგ ეხა საბჭოთა კავშირი იქნებოდა და ეგ მართლა კატასტროფა იქნებოდა მაგრამ პირიქით გადი მე ეს მომწონს ძალიან კარგია და პირიქით აი სხვათა შორის ბილბაოს აქვს ხოლმე სეზონის ბოლოს თამაშობს არსებობს ეგეთი გუნდი მექსიკაში გვადალახარა ისინიც ეგრე არიან მარტო მექსიკელები და მეგობრობენ რა იქ სულ მექსიკელები აქ სულ ისინი რა ქვია ბასკები და ერთმანეთში თამაშობენ ხოლმე ეს ამხანაგური რაღაც ესე ტრადიცია ჩამოუყალიბდა და იქაც არავინ არც არგენტინელი არც ურუგვაელი არ მარტო მექსიკელი აგეთ მარტო ბასკები ესე თამაშობენ ხოლმე ბასკეთის ნაკრების თამაშიც მაქვს ნახი აი იგივე კატალონიელებიც ხო იკრიბებიან ხო აი ისე მაგარი თამაში იყო 97-18 წელი იყო რომარიოს ბრაზილიას რო ეთამაშა ბარსელონას ხო და აი ეგრე აკეთებენ ხოლმე ესენიც რა ბილბაოები და უხდება რა ლამაზია რიტუალია კულტურაა თორე ბილბაო ეგრევე ჩაიძირება ფსკერზე ჩავა ოკეანის ფსკერზე ჩაიძირება ამან თუ ტრანსფერები დაიწყო და რა აი დაიწყოს ტრანსფერები მაქსიმუმ რადონის გუნდი გახდეს აი ესე რომ შევხედოთ აი ტიტულების ხვი ვილიარეალიც ვერ გახდება
ხო არა ვერ გახდება კი პირობითად ვიზახ სევილიაც ვერ გახდება ც კი არა სევილიას კი იცი აგერ ამდენი ტიტული აქვს ხო ევროპული ვერ გახდება და ასე რომ ჯერ ეგეთი ჭკვიანურია მე ესპანეთის ნაკრებში რამდენი ბილბაოელია იყო და არის და კიდე იქნება მეკარეების სამჭედლო სულ ეს არ უნაი სიმონი დგას და დგას აგერ სულ ბილბაოს გარშემოტრიალებენ იცინია ხოლმე ჩვენთან დაცინებენ რო გადახედავ აი ის რა ქვია თავის დროზე კეპა და ყველა აქედან მიყავს სულ ბილბაოდან მიყავს და რა ვიცი ხა თუ ეგეთი ცუდია თუ ეგეთი მაჩანჩალა გუნდია რაღა ბილბაოს აკადემიას მიადეკი ისე არის როგორც კომენტატორს რა გირჩევნია რა მაგალითად თან ხო მოხდა ხა ჩემპიონთა ლიგაზეც რა ჩემპიონთა ლიგის თუნდაც მეორე ფინალური თამაში როგორც კომენტატორმა წაიყვანა თუ უბრალოდ უყურა თამაშს და რა ემოციურ ნაწილში ძალიან რთული არის და მაგის კონტროლი და მაგით ავიძახე. არა, ჩაბარებული მაქვს ეგ გამოც და ძალიან კარგი კითხვაა, ჯიგარი ხარ სენიორ. 2000 რა იყო 18 თუ 19 არ მახსოვს. წავიყვანე ესპანეთი იტალია. ხო და რო ვანაწილებდი დიმა მითხრა რომ ბერნაბეუზე იყო ის თამაში მოიგო ესპანეთმა კარგად ის ესპანურად მოუგო იტალიას. კაი ესპანეთი იყო დიმა მითხრა დაჯდებიო მაინც ხა ესპანეთიაო და რაღაცაო თან არ ეწყინოთო ხა იტალიის გულშემატკივრად არ გადაგძლიოსო და მე ვთხარ იცი რა ადრე მქონდა წვილში წაყვანილი ადრე ესპანეთი ურუგვაი ხო მაგრამ წვილი კიდე სხვა რამე და მარტო ვიდეო ეგ რომელი წელს კონფედერაციის თასი 2014-ში ხო და ბრაზილიაში რომ მსოფლიო გამართული მაშინ ხო და მე კი მოდი რა გამოცდას ჩავაბარე აბა ვნახოთ არა იქ არ არის ეგ ანუ მე ეგრე ვარ ერთი წამით ღმერთო აი მართლა გეუბნები არ მითამაშია რომ რაღაცა ხო იცი ვითომ რომ არ დაიწვა ესპანეთის სიყვარულში და ყველაფერზე რომ იტალია რა მაგარია და ესპანელები არა რო დაიჯერ ეგეთი საშუალება მომცა ესპანეთმა შეყარა უამრავი გოლი მე არ მქონია მე ესპანეთი მონტენეგრო წავიყვანე არ მქონია ის რომ გამოვედი გამისწორდა ეხლა ჩემ რეპორტაჟზე არასდროს მithქვამს რომ გულწრფელად გეუბნები რომ რა წავიყვან არასდროს მაგრამ ეგ გამოცდა რომ ჩავაბარე აი კარგი კითხვაა რა აი რომ ეხლაც რო ემოციები მახსენდა რომ გამოვედი ყველაზე ნასიამოვნები მაქედან გამოვედი იმიტომ კი არა რომ ესპანეთმა იტალიას მოუგო ეგ გამოცდა რომ ჩავაბარე ჩემ თავთან რომ მე არ გადამწი აი ჩემს ხა ძალიან რთული ანუ ეხლა კომენტატორი არც ვარ თავის თავად მაგრამ ზოგადად ხა მაგ ნაწილში როდესაც ერთ გულს ყოველ ძალიან რთული არის ეხლა ბარსა რეალს რო უყურებ ხოლმე და რეალი რაღაცა სისულელეს იზამს გვერდზე რეალი წარმოვიდგენია რომ გადაგძლიოს და რატო ხურში რომ საეთეროდან დაგიძახებენ 3 წამი 2 1 ეთერში ხა ეგრევე გეტიშა აბა რა იქ მე ეგრე ვარ ყოველ შემთხვევაში მართლა დედას გეფიცები გულწრფელად ბილბაო არასდროს არ მიყვანება ესპანეთს წავიყვანე საოცარი ესპანეთი ორჯერ მქონდა მონტენეგროსთან და იტალიასთან რო შევედი შუმი სანტიაგო ბერნაბეუს შუმი რო გამოვითნენ არათო ერთი წამით არ მიფიქრე რომ ნოდა რა არ გადაამეტყვი ხა არა იქ რო დაიწყე გაგაცნო თავარ მოქმედ პირებს და წავიდა სილვა აქეთ უკან ეს აბა ეს არაფერი ძმაო მსგავსი არ ყოფილა და ისეთი ნასიამოვნები დავჭი და იმის მერე აი ხუმრობითაც ყოფილა რომ ამას ბილბაო არ მიცეთო იმას იზო ეხა მე და დიმამ იქ მაშინ რეპორტაჟი არც ერქვა იმას ჩვენ ლაილაიზე პროსტა ლაივი ჩავხდეთ და იქ გულშემატკივრის როლით ვისხედით იქ კომენტატორის როლი არ ქონდა ორჯერ გავიღადავით წავიყვანეთ სერიოზულად მაგრამ გავჩერდი იქ ხომაგობდი და ვაიმე რა იქ სხვა რამე იყო აი აბა რეპორტაჟზე რო ზიხარ შენ იცი რომ ის პროფესია შენ ის კი და აი ზუსტად მაგ იმასთან მოეცდაც უნდა მეკითხა რა გამოსლება ტელე გაქვს იქიდან გამომდინარე რომ შეიძლება ესე რაღაც ნაწილში ჩანდი რაღაც ნაწილში არ ჩანდი კომენტატორი არ ჩანხარ მაგრამ ხმარო ისმის ეგ გაცილებით რთული არის იმიტომ რომ კადრზე მეტად ზოგ შემთხვევაში გულშემატკივარია ხო იმას აკვირდება რასაც ლაპარაკობ აი YouTube-ზე რა გადმოხვედით რა შენ დადიმა რამდენად კომფორტული გარემო არის თქვენთვის ახლა ჩემთვის ეგ გარემო ყველაზე კარგი არის ახლა ტელეში ავждარ ვარ არ ვიცი თუმცა ახლა ტელესის ვიცი რა როგორ არანაირად არის ყველაფერი თუმცა ჩემს ახლა YouTube-ი არის მართლა ისაა ჩვენ დავუძღათ რაღაცა შემოსვლას ვამბებს ალბათ 1-5 წელი აქტიურად უყურებ თლიანად ქართულ YouTube-ს რა ანუ ადრე მყავდა რაღაც გადაცემაში ერთ-ერთი YouTuber და იმასაც რო ვკითხე ანუ იშვიათი შემთხვევა არის ზოგადად რომ YouTube-ს ამდენი წელი ვიღაცები უყურებდნენ რა და ერთი პლუსი რაც არისო ცოტა უჭირთ ხო ტელეტიპებსა გადმოსვლა YouTube-ზე რატოა რა აი მაინც მიჩვეული აქვს თუ აი ეს ტელეენა ცოტა გრამატიკულად გამართული აი რაღაცა რო გინდა რომ ელემენტარული ერთმანეთს რო გადალაპარაკო და
მე ჩემს საუკეთესო მაგალითი არის ლაილაი მეთქი დიმას და ნოდარის მეთქი საუბარი არის მეთქი აი ჩვენს ვაკაცები ლაპარაკობენ ერთმანეთში მეთქი რაც ყველაზე მაგარია რა კი არ გავჭირვებია და რატო გეტყვი ხუმრობითაც ყოფილა ბევრჯერ რომ უთქვამთ რომ აი ესენი ბიჭო მე მგონი კლასელები არის ახლა დიმა 58-ის არის კი ჩემზე ახალგაზრდულად გამოიყენება ყველა სახეობას თამაშობს შენი არ იყოს რომ ვიარეო ყველგანო და მე რა დიმა რო გავიცანი იმის მერე ერთი კვირის ნაცნობობა მქონდა რომ უკვე წამოვიდე იმიტომ რომ მეც ვიგრძენი რომ ჩემიანია და რაღაცა უსაყვარლესი კაცია მულტფილმია და ბავშვურია ბავშვურად წინს ბავშვურად უხარია ბავშვურად ბრაზდება ხო და გავბუტულ ვართ კაცო ერთმანეთთან აი ორივე რაღაცა თითქოს ერთნაირი ხასიათი მე ხან მგონია რომ ან მე ვიყავ ვალოდია ჯინჭარაძე ან ის სადღაც იმასთან კლასში იჯდა რა ვიყავდათ აღარ მახსოვს კომენტარი ეწერა რა ეხლა თქვენაც მას უყურებთ იმიტომ რომ აი ჩემს ყველაზე კაი კომფორტული რაც არის რომ თავისუფალი არის რა ანუ სახელიც ეგეთი აი ლაივა თავისუფალი ლაპარაკი ხო იცი რა დავარქოთ და მოდი რაღაცაზე სულ ესე იცოდა ხო რომ კაი რა კაი ბიჭო უკვე ლაილაია ეგ ხარ გაჩერდი რაღაცას და ლაილაი დავარქოთ ამიტომ გადმოსვლა არ გაგვიჭირდა ერთმანეთს მოხარშულები აი ესე კარგად ვიცნობთ და არ მქონია ის რომ მაშას ადამე მეუხედავა და დუხჭირი ცხოვრება აი ეგენი არ დაგვიჭირდა ახლა ვიღაცას ეწერა რომ აი ეს კამათები და რაღაცები დადგმულია და მეთქი ანუ ხალხო თეატრი იწტობს არის ან თეატრის მანერად ხდება ეგ ყველაფერი რა ანუ ფიზიკურად ადამიანს რო ხედავ ემოციაზე განა ის არის ატყობ რა ძალიან მარტივად ატყობ რამდენი უნდა ითამაშო აი დედაც გეფიცები ახლა აქ რო იჯდეს დიმა აი ესე ეხლა ვიტყოდი რომ აი ვქოთ აი პატარა სცენა გავითამაშოთ აი ვთქვი რომ აუ ბიჭო გარეთ რაც ხება რა ჯიგარი ხა გაასწორა წყალმა ხო ვთქვი რა თამაშობ ამაზე ეგრევე დამიწყდა ყალია რა შენ კიდე რა აპათეტიური რა გინდა რა ვთქვი ხო რა თქვი რა და ამაზე ელემენტარულ ეხა წყლის დალევოზე დავიწყებდით ჩხუბს ამ აქედა სუკამათო სულ 24 საათი სუკამათის რეჟიმში ვარ იმ დღეს მეუნებოდა ისე მიყვარხარო მე მგონიო რომ სიძულვილში გადამდისო და ეგრე ვართ რა ერთმანეთში და არა ნუ ის არ იყოს რეპორტაჟზე რომ გამოუჩდი ერთმა დაწერა არ მწყენია კიდევ ეუნები თუ ის ადამიანი ვიყურებს არ მწყენია რომ თქვა ჩემზე რომ ის არის ეგ არტისტიაო და თამაშობსო და მე სადღაც ინტერვიუ მქონდა და გავიხსენე კომენტარი ჩამსჩა რაღაცნაირად მე ვთხარი ალპაჩინო არ ვარ არც რამაშხიკვაძე ვარ მაგეთი ნიჭიერი არტისტი რომ ბიჭო ერთ რეპორტაჟს ითამაშებ ორს ჯანდაბას მესამე რანაირად უნდა ითამაშო რეპორტაჟი ანუ ფეხბურთი როგორ უნდა ითამაშო ჩემს პროექტ ან კომენტატორს რომ ან თუნდაც ახლა რაღაც შორს წავიდეთ რამდენი მსახიობი იყო რომელიც მანამდე იყო თან ნიჭი არის ჩემს ახლა ეგ არის ნიჭი იმიტომ რომ გეხმარება იმაში თუნდაც აზრის ჩამოყალიბებაში ფანტაზიაში ბევრი რაღაც არის რა მაგაში გეთქვი მე ანუ აი შენ ის რა დიახ ანუ კიდე სხვა ისა რაღაცა ემოცია შემოიტანა რა ეხლა გინდა არ გინდა აი იხსენებდნენ რა წინაზე ერთ-ერთ იუთუბერს აქვს რა ნაკლებად ცნობილს თქვა თქვენ გადაღებული ყავხათ რა შეინსეთ ან დას ხალხი ისენი ეკითხება ფრაზებს რაღაცებს და ანუ მართლა ის არის რა ანუ ბევრი ისეთი ემოციური რაღაცები წამოვიდა თქვენგან რა შეინგან დიმასგან ნებისმიერ ისხვისგან ეხლა თუნდაც გიგას რო აქვს რა მიდის სანახავად კიდე ის არის სხვა ის არის საერთოდ რა იმდენად დაამახსოვრდათ ეგ ფრაზა რომ საერთოდ დაბეჭდეს და მერჩი გააკეთეს ანუ კიდე ხო ის არის ალკე თან ისტორიული ფაქტიც ეხლა ქართულ გეუბნებსაც თავისთავად შევეხები კი რაღაც ნაწილში მაგრამ ანუ ეგ არის რა ეგ მუღამია ხა მე ვერ უსმენ ხა ყველა კომენტატორს მე მართლა მიჯერს იმიტომ რომ ერთ პერიოდი ხა 10 იმას ვახსენებ ხა რომ ესეთი ონლაინ გამოცემა იყო ქართული თავისთავად კომენტატორები ისეთი ყავდა რომ არის მინებოდა რა და კაი ის ქონდა ვარიანტი ქონდა რომ ენას ვცვლიდი ხოლმე ხო და ხა ეგ გამოუცდელობის ბრალი არის ეგ იმის ბრალი კი არ არის რომ ხა ეგრე არის შეჭერს ნუ გამოუცდელობ გამოიცადათ ის ხალხი რა მაგრამ რა არის ყოველთვის რომ ეკითხებიან აი თქვა უხერხულად გრძნობ ხოლმე თავს აი დამწყები პატარა ბიჭი ბევრი მწერს ხოლმე ზოგ სადიპლომო აქვს დასაწერი ინტერვიუებზე მივდივარ ჟურნალისტები არიან მომავალი და სულ მეუნებია რომ აი როგორი ვიყო კომენტატორი ერთს ვეუბნები სულ რა ერთ და მთავარი წამსი ჩემთვის არის ეგ რა მე ვთხარი ჯერ ეგერთიც მე შენ გამსწავლობ ეხლა ყოველგვარი ზედმეტი თამდაბლობის გარეშე და მეორე რახან მეკითხები ჩემ გამოცდილებას თუ გამოცდილება ქვია და აზრს გეტყვი რა არავის არ მოусმინო როცა გეტყვიან რომ რეპორტაჟი ასეთი არ უნდა იყოს ხა გულისხმობ იმას არ ვიძახე გინებას თუ დაიწყებ ეგ სხვა რამე ხო კატასტროფა რა თუნდა მაგას ლაპარაკ მაგრამ რეპორტაჟი უნდა იყოს ასეთი უკვე რომ შენ ამ შემოქმედებით სფეროს ჩარჩოებს უწესებ
რომ კომენტატორი უნდა იყოს ასეთი და თავი წესებით უნდა იყოს ხო არა ორი ვარიანტი ან მოусმინო ან არ მოусმინე ხარ რა კრიტიკასაც ესეთი მომენტია კი გეთახმები კომენტატორი უნდა იყოს ასეთი რას ნიშნავს როგორი მაიცა შენი გადმოსახედიდან მესაუბრები და ყველა ერთ თარგში უნდა იყოს რანაირად როგორ იმის არ იყოს კოტე მახარაძის ის მაქვს წაკითხული ძალიან მაგარი წიგნი აქვს ის ავტობიოგრაფიული და იქ ამბობს რომ შემოვიჩნდნენო კომუნისტებიო ადრეო საბჭოთაო აქვს ნუ აყვებით ემოციას და საბჭოთა კავშირის კომენტატორი უნდა იყოს ვეუნებიო მაიცა იმაში მექსიკის სოფლიო ჩემპიონატზე იქ რო ვიყავ ვიღაცას გული მისდის მსაჯი გახვეთქილი დარბის ვიღაცა კვდება რაღაცა ერთანაობაში შენ აქედან და ეს ხუმრობდა ძალიან კარგი სხვათა შორის დევს ეგ ინტერვიუ YouTube-ზე ტალანტი და თაყვანისმცემლები პირველ აღზე გადიოდა ხოლმე ძალიან კარგი გადაცემა იყო და იქ სხვა შორის დევს YouTube-ს და იქ კიდე დავდე ხა და საბჭოთა კომენტატორი და მკითხესო როგორი უნდა იყო კომენტატორი მე ვეუნებიო რომ აი სამზარეულოში რომ ბაბუშკაო რა საჭმელს ამზადებსო რუსეთში მკითხესო უნდა მიატოვოს იმან ყველაფერი გამოვიდეს და დაჯდეს ხა ეს ვიღაცა არ გაიგოს ისე რომ და რაღაც კივილები მიდიოდესო რომ გამოვიდეს და ბიჭო ვიღა მიკვდება ეთერში ეგ არა არ უნდა იხავლო მაგრამ სულ მეუნებია ხო და ყვირილი ღრიალი და ემოცია ჩემთვის სხვა რამე ემოცია არის აი აქ ღრიალი და ხავილი არის 0 ქვემოთ ხავია და ის რაღაცა ჯერ თარამ ხელა მომზადება უნდა ყველაფერს რა ეხა მე მომისმენია რომ რა უნდა კაცი გვაქვს და პაპაპაპა როგორ გეკადრება თუ ამდენი ადამიანი გიყურებს ამდენი ხო და აი ეს სულ ვამბობ რა თუ არ გიყვარს ხო ვერ გააკეთებ აქ ვერ დაელოდები ხელფას ბანკომატთან დაყუდებული კომენტატორი არ შეიძლება რომ მე ვფიქრობ არც ერთ სფეროში არ შეიძლება თუ რა თქმა უნდა შემოქმედებით სფეროზე ვლაპარაკობ და ხა იმაზე არ ვამბობ რომ იბისკოშ უნდა მოკვდე და მშიერი უნდა დაგიფასდეს და რა თქმა უნდა ანაზღაურება ძალიან კარგი უნდა ნებისმიერ აი ასეთ სფეროს და ყველას ეხა შემოქმედებით სფეროში ხო განსაკუთრებით მაგრამ ის რომ მე ამას იმიტომ ვირჩევ რომ თვის ბოლოს დამიწყარუნდეს თქვენ ჩაგერიცხათ ამდენი მხოლოდ ამისთვის მე არ მიმაჩნია სწორად თუ არ გიყვარს თუ გაგინევდა დადებიძე მიკროფონი წადი რა მე თეატრალურის პერიოდში ბევრჯერ მაქვს სპექტაკლებზე სტუდენტებთან სხვადასხვა შემოთავაზება ყოფილა უარი ნათქვამი რა იმას გულს არ ვატკენდი არც რეჟისორის სახელებს ვიტყვი ხო რომ ვიცოდი რომ ის რეჟისორი ჯერ ეგერთიც მოწოდებითაც კი არ იყო რეჟისორი იმასთან მე თმა უნდა გამთეთრებოდა ასაკში პატარა ასაკში და იმასთან მე ვერ გავაკეთებდი ვერაფერს ვერც ის დადგავდა იმიტომ რომ იმას ეგ საქმე არ უყვარდა თავიდანვე ჩავიხსენე ვიდრე ვიდგე მე სცენაზე და ვიწუწუნო რომ აი პიესაში ვთამაშობ აუ როდის მორჩება აი კიდე როდის არის ჩაკი კვირასაც ვთამაშობ აუ აი რა ამას ჯობია ნახვამდის თქო რეპორტაჟების არ იყოს ну кай რა ხა თუ არ გინდა დადე მიკროფონი და სხვა წაიყვანს რა მე ნუ დამანახებ შენ ეთერში რომ რაუ ეხლა რა წაიყვანს პირობითად ვიძახი რა აქვს გუნდებს ნიშნო საღამო მშვიდობისა ამას რა წაიყვანს რომელი წუთია აუ და აი მე და ფურცლების ხმა იქ ნიუსებს რო კითხულობ არ არის არ გინდა წადი რა რატო ის რომელია ის ბიჭი და ეგრევე არა ხო აი ეს რას ხედავ თქვენ განვითარებაში აი ლაილაი ახლა კარგად მედიხართ ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა ხო აი გამოწერებით პოდკასტებში ერთ-ერთი რა იდეალურია მშვენი რა თქმა თავისთავად ახლა რაღაც ეტაპზე მიხვალთ იმაზე რომ რაღაცა ცვლილება დაგჭირდებათ რა იცი რა მან თვითონ უშუალოდ ლაილაიში არაფერი ცვლილება ესე შეიძლება აღვადგინოთ დასაწყისები სადაც ვიწყებდით ერთმანეთ მედადიმა რაღაცებს ჩელენჯებით რაღაცა ვაწვალებდი ეგენი შეიძლება დავაბრუნო და არის ვარიანტი უშუალოდ აი ამ ეპიზოდებს რაც შეეხება ლაილაის ამას ესე დავტოვებთ და დავტოვებთ ღმერთმაკრას რომ დიდი ხანი ვიყოთ ყოველ შემთხვევაში ჯერ ეგ პირი უჩანს რომ დიდი ხანი ვიქნებით და მადლობა ამ სიტყვებისთვის ანალოგიური მინდა გისურვო და ძალიან კიდევ ერთხელ მოვიხიბლე აქ რაც ვარ ჯიგრები ხარ და გამიხარდა რომ აქ მომიწვიერა შეგახსენებთ რომ ჩვენ გადაცემა იწერება Click Production-ში თუ გინდათ გადაიღოთ გადაცემა ჩაწეროთ პოდკასტი გადაიღოთ სარეკლამო რგოლი ან ნებისმიერი რამ რაც თქვენს გონებას მოუნდება შეგიძლიათ ამ შვენიერ ადამიანებთან გააკეთოთ აღწერაში იქნება ესე იგი მათი ლინკი შეგიძლიათ გადახვიდეთ ნახოთ როგორი სიტუაცია არის ჩვენთან ну და გავაგზავნოთ და ახლა ბაბატი ერთს დავამატებ რომ ასევე შეგიძლიათ ვისაც წერის ნიჭი აქვს და პრეტენზია მწერლობაზე ან პოეტობაზე მოხვიდეთ და თქვენ შვენიერ საღამო მართლა გეუბნებით ყოველგვარი იმის გარეშე არ ვიცი ხა კადრში რა ჩანს მაგრამ
ისეთი სასიამოვნო ადგილია რომ შემოდიხარ, რომ ჩვეულებრივად შეგიძლიათ თქვენი წიგნის პრეზენტაციაც კი გააკეთოთ. ხო, ჩვენი იმის რა ქვია, ჩენელის სახელის იდეაც ნაწილობრივ აქედანაა, ესეა რომ ორი თაღი არის. ხო, არი არ არის ესე თქვა ამ სივრცეში. კი ბატონო. მოდი დაუბრუნდები ისე ბილბაოს 23-24 სეზონზე გამარჯვებას რა Copa del Rey-ზე და აი რა ემოცია იყო, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ქონდა მოგებული ფაქტობრივად არაფერი რა. და მაგაზეც რო ვისაუბროთ, ერნესტოზეც მინდა მე ვისაუბროთ. ბელოდი ნახე, როდესაც ამა თუ იმ გუნდის, ამ შემთხვევაში საყვარელ გუნდზია ხო საუბარი. თან მიმდევრული ხარ და მიყვები პროცესებს, მას შემდეგ რაც ერნესტო ვალვერდე დაბრუნდა ბილბაოში, ყოველგვარი სადღეგრძელოების გარეშე ვამბობ და რაღაცა ფანატური დამოკიდებულების გამო ვამბობ. აქამდე არ ვამბობდი, ბიელსას მე გავჩუმდი. ველოდი რომ ეს გუნდი რაღაც ტიტულს დადება. ნუ ეს რაღაც ტიტული როგორც წესი ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე, ნუ თანამედროვე ფეხბურთს ვამბობ, 80-იანები ვახსენებ ბილბაოს თავს რაც ხდებოდა და არის ეს სამეფო თასი. ხო, მე ველოდი. შანსი არ იყო და ეგრე არა ეს სამყარო საფეხბურთო მათ შორის ხო შექმნილი და ესი აწყობილი თვითონ დრამატურგია თითოეული გუნდის როგორც იწყებს სეზონს კი იქ ჩავარდნები არის და ასე შემდეგ ყოველთვის მოყვება მით უმეტეს ისეთ გუნდს როგორც ბილბაო რო არ ყავს თქვა არ აქვს ესეთ დიდი სკამი რაღაცას მოიგებდა მჯეროდა იმიტომ რომ სწორად ვითარდებოდა მოვლენები იმიტომ ვიძახი ხოლმე რაც ვახსენე რომ ბარსელონას ქობაგებს თქო მადლობას ვუხდი ბარსელონაში იმხელა გამოცდილება ცალკე სხვა აკადემია გაიარა რა აი ჩააბარა ძალიან დიდ უნივერსიტეტში აი უდიდეს უნივერსიტეტში უდიდეს ფეხბურთელებთან მიიღო გამოცდილება და დაბრუნდა ბილბაოში აი ამ გამოცდილებით და ეს უკვალოდ არ დაიკარგებოდა მე რაც ყველაზე მთავარია ერნესტო ვალვერდე არის მწვრთნელი რომელიც უყვართ ფეხბურთელებს ეგ კიდე ცალკე ფუფუნება და ცალკე მოვლენა ნებისმიერი გუნდი ინატრებს მსგავს გარემოს რომ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის იყოს მაგარი კონტაქტი და რაც ყველაზე მთავარია მე ერნესტო ვალვერდეში ის მომწონს აი რაც თქვა დელა ფუენტეში იგივე ბიელსაში რაც მომწონდა ჩემ ბილბაოელების და ესპანელების ხას რო გავყვე არის ის რომ ერთი შეთქმულების თანამონაწილეა ყველა აი რასაც იტყვის ერნესტო ვალვერდე ეს ხო მე რა გასახდელში არ ვარ დამყოფი და ყური არ მაქვს კართან მიდებული და ასე შემდეგ არ ვიცი ხო ესენი არიან ფეხბურთელები ესენი არიან ადამიანები რომლებიც ერნესტოს გარშემო ერთიანდებიან და ერთი შეთქმულების თანამონაწილეები არიან ეს არის ამიტომ მე ველოდი რომ ბილბაოს ატლეტიკი მეცაც გეტყვი ჩემპიონთა ლიგის საგზურს რომ მოიპოვდა მჯეროდა რა აი სადღაც შუა დასაწყისში ჩუმად ვიყავი მიხაროდა რა კარგია რაღაცა აქეთური მაგრამ აი შუა სეზონში უკვე მივხვდი რომ ეს გუნდი გაიწევდა რაღაცა ნიშნულოვანისკენ და არ იქნებოდა ეს რიგითი სეზონი რომ ბილბაო ოღონდ არ გავარდეს და დარჩეს თქვა მე-10 მე-11 ადგილზე ან მე-8 ნამშრომლ მაქვს ხო ეს ბილბაო ამის გამკეთებელი იყო ამაზე დიდი ხანი მიდიოდა მუშაობა ამხელა ჩავარდნის მერე უკვე დრო იყო და ამიტომაც მოიყვანეს ეს ადამიანი ამიტომაც დააბრუნეს ერნესტო ვალვერდე ხო იქაც ბარსელონაში რაც უდი რა გააკეთა კი ვერ იყო ისეთი გამბედავი ვერ თავხედობდა შემოქმედებითად ესე უხეშად რო თქვა ხო თავხედობა არ ფრანტრაის მეჩვეული იყო რაიკარდ და ის კი ბატონო და იქ ვარსკვლავებთან მუშაობა ცალკე ფენომენია და ცალკე მოვლენაა და საერთოდ სხვა რამეა რა ბევრს უთქვამს წამიკითხავს უშუალოდ ქართველ მწვრთნელებსაც უთქვამთ რომ აი მაგალითად თუ არ ვწდები შოთი თქვა როელაძე სამწვრთნელო კურსებს რო გადიოდა იქ ხო იყო სიმეონესთანაც რეალ მადრიდშიც იქ კიდე რეალ მადრიდს სხვა რამე ჭირდება რეალ მადრიდში მუშაობას კიდე სხვა რაღაცა ჭირდება რა კიდე სხვა ავტორიტეტი უნდა იყო და სხვა საფეხურზე იყო იქ მარტო ცოდნა შეიძლება ეს ცოდნა ვერც გამოავლინა აი იმის არ იყოს რა ბევრ ქართველ მსახიობს უთქვამს და მომისმენია ესე უთქვამთ რომ აი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან შეიძლება ვერ ვითამაშო რა და შევიბოჭო და ვერაფერი ვერ ქნა ალპაჩინოსთან და არის ეგეც მესმის ხო ფეხბურთში ამბობენ ხოლმე რომ ვარსკვლავებთან მუშაობა უჭირს მსგავს მწვრთნელებზე არის ხომ ლაპარაკი ასე მოხდა ის გამოცდილება რაც დააგროვა ის რაც იქ ბარსელონაში გააკეთა ჩამოიტანა უკვე ხურჯინით და გაშალა აქ აი ამ ბიჭებთან ერთად და აქცია
ვარსკვლავებად უნდა ვთქვა რა, ახლა ნიკო ვილიამსი, სადაც ბარსელონა ისე იქაჩება და ევროპის ჩემპიონია, ვარსკვლავია, მაგრამ არ არის ხა ნიკო ვილიამსი. მე საერთოდ ეგეთ მწვრთნელებზე ვკაიფობ. აი, მე ძალიან მიყვარდა ბიელსა, ეხლაც ვადევნებ ხოლმე, რა თქმა უნდა, უკვე სანაკრებო ამბებში ბიელსას თვალყურს ხო? წვრთნელი, რომელიც ძალიან მაგარია, გასაგებია, კარლო ანჩელოტი უდიდესია, რომელსაც სულ ვარსკვლავებთან უწევს მუშაობა, მაგრამ მე კიდე უფრო ვკაიფობ იმ ისეთ მწვრთნელებზე, რომლებიც თვითონ თლიან ვარსკვლავებს. აი ეგეთი იყო ხო ბიელსა, რომელმაც ახლა არავინ არ მითხრას, რომ ერერა და როგორც მაურინიო იყო იდეაში პორტუში რა. პორტუს გახსოვს ხო კარგად თან. იმდენი ფეხბურთელი შექმნა ხა მარტო დეკურვა ვიყოთ, იმიტომ რომ მახსოვს ტრანსფეროსა გააკეთეს ბარსელონაში დეკუსი, აი როგორ ვიყავით კი გავიგე რომ მოიგო რაღაცა პორტუ მოიგო ის ჩემპიონატი დეკუ მართლა გამორჩეულიყო, მაგრამ უფრო მეგონა რომ რაღაც აი ერთი სეზონის ფეხბურთელი რთული არა მაგის დაჯერება თავიდან, მაგრამ რეალურად გამოჩნდა რომ დღემდე ახლა კლუბში მუშაობს და ერთ-ერთი იმად რა ქვია იდეალისტად არის. ხო და აზრს ეგეთი გუნდი რომ შენ აზრს გეკითხება, უკვე რაღაცა გაგიკეთებია, ხო, ბუნებრივია და ეს აი მე სწორედ ეგეთ მწვრთნელებზე ვკაიფობ, ვინც ქმნის და ძერწავს, ვთქვათ, არაცნობილი ადამიანისგან ძერწავს ვარსკვლავს. და მერე უკვე ბილბაოს ნახევარი გუნდი გაიყიდა და წავიდა, ხო? ბაიერნი გინდა, ის გინდა იუვენტუსი გინდა და ასე შემდეგ რა შორს ვარ წავიდეთ მანჩესტერები და მოკლედ. ეგ არის, მე მაგით ვკაიფობ რა. ეგ არის ყველაზე მთავარი და ეგ აქვს, როგორც ბიელსას, აი ჩოლოსაც სიმეონეს ეგ თვისებები აქვს, მე ეგ მიყვარს. და რა თქმა უნდა, ერნესტო ვალვერდეს ეგ აქვს რა და მაგიტომაც აი ნახე გუნდს რომელსაც აქვს ძალიან კარგი აკადემია ბილბაოს შემთხვევაში მაქვს საუბარი რა, აი ესეთი მწვრთნელი არის, როგორც ჩვენში იტყვიან, მისწრება. რომ პირდაპირ არის ხაზი და ხიდი, ჯაჭვი სხვა გრანდებში რომ წავიდნენ და ნუ სულ მცირე ესპანეთის ნაკრებში რომ მოხვდე გრამხელას ნიშნავს. ხო? კი არა, ძალიან დიდი ისა. აი, რამეც ხუცმენა ხო არა გაქვს თამაში დაწყებამდე. რეპორტაჟს გულისხმობ, კი, რა თქმა უნდა, რიტუალის გარეშე არ შემიძლია, იმას უნდა ვაკოცო კურსასმეს, მიკროფონს კოცნი და ყოველთვის, ანუ ხა ის რომ ყველა მიცის და კიდე გავიმეორებ რეპორტაჟი, თქვათ, ესე სისტემატურად სერია რომ მიმყავდა, ღამის 12-ზე რო იყო, მე მივდიოდი დილის 12-ზე და იქიდან ვემზადებოდი. იმას უმეხუმრებოდა ხომერ მანიაკი ხარ, რას ემზადები ამისთანაც, მაგრამ იქ კიდე იხარშები რა. იმ შენ ოთახში იხარშები ჯიხურში შეხვალ. ბევრჯერ მილაპარაკია დარჩენილ ვარ ჩემთვის და მიკროფონთან მიბაზრია ესე და აბა შენ იცი ჩემო მეგობარ, რაღაცები ჩვენ გვაქვს ხოლმე ეგეთის მევასება. ხო და მე ეს ისეთი გადამდები, აი ეს კოცნა ყველა ვარიანტში უნდა ავიღო, ვაკოცოთ, გავიკეთო, ერთი ესე ვიქნა გულზე და ვამოს, მე ყურში რო გეძახიან და უკვე სტადიონის ხმაური რო შემოდის ყურში, ამაზე მათრობელა და ამაზე სასიამოვნო არაფერი არ არის. აი რო უწევს ხმას და მე ყოველთვის მიყვარდა ხოლმე ნაპოლის თამაშების წაყვანა, თან სარის ნაპოლი იყო, ერთი ნაბიჯი დააკლდათ მაშინ ჩემპიონობასთან ახლოს. ნაპოლი იუვენტუს მოუგო კულიბალის თავი მახსოვს კუთხურიდან. მე ფიორენტინასთან წააგო და აი ეს რა ქვია go west ნარარა მუსიკა რო ირთვებოდა, ეგ ისე მბრიდავდა. აი მე რო გამოდიოდი ნაპოლში, ნაპოლი თუ დაბრუნდებოდა. ხო. აი ყველას არ გადავიდოდა რა. რეალურად იმიტომ რომ გუნდი ფაქტიურად დარჩა დი ლორენცო, ოსიმენი იყო, მეტი პრინციპში არც არავინ. ზამბოანგის აიყო, რომელსაც არავის იმედი არ ჰქონდა და მართლა ეგ სეზონი ითამაშა, კვაროსა. ბირთვსამდე ხო, დიავარა. ესე არავინ არ ყავდა, ხო რა, იმიტომ რომ ბევრი გადავიდა რა. კი, სარის დროს მე საერთოდ აი ნახე ის იუვენტუსი რო არ ყოფილიყო, ისეთი იუვენტუსი. ხო, მე მგონია რომ სარის დროს გამოკრავდა მაგ ტიტულს, მაგრამ ის კი მოუგო იუოს, მაგრამ იქ ფიორენტინასთან როგორ მახსოვს ეგ რეპორტაჟი არტემიო ფრანკი სტადიონზე ესე რო დაიწყო სიგნალი რო წამოვიდა და ჩაირთო და უყურებდი გვირაბში კულიბალი რო დავინახე, ერთადერთი რეპორტაჟი იყო თუ არ ვცდები, სადაც ჩემებურად არ შევედი ატაკციონე და მთელი ამბები, თვითონ რო დავინახე კულიბალი აი ცივი ოფლი მოსდიოდა, უკვე წაშლილი იყო ის ამ ქვეყნად არ იყო. ეგრე აგიხდეს ყველაფერი, პენალტი აიკიდა, ჯოვანი სიმეონეს ბენეფისი იყო ის თამაში. დააქცია მთელი ბილბაო, ისა ბოდიში ბილბაო. ეს რა ქვია, ნაპოლი დააქცია. ეგ ბახსოვს, ხო და რიტუალი ეგ არის, მაგის გარეშე არ შემევა. აი ადრე უნდა მივიდე რა რეპორტაჟი არ არჩევს, რომ შემოვირბინე, კარი მოვიჯახუნე და დავჯექი და რაო რა ხდება, ფურცლები
ხო, გამოსებს მოდი სწრაფად გაგაცნოთ ჩემ ადგილობას, არა რა. იქ უნდა მოიხარშო. აი რომელი იყო ის თამაში, რომელიც თვლი რომ აი შენი საუკეთესო საყვარელი თამაშია. იცი რა, ყოველგვარი მატრაკვეცობის გარეშე ვიტყვი რა. აი საუკეთესო რომელი იყო ჩემი რეპორტაჟი, მართლა გულწრფელად გეუბნები, მოდი მაყურებელმა ვისაც ახსოვს იმან გადაწყვიტოს, მე მართლა მე უხერხულება და ვერ ვიტყვი ისე. აი შენ რომელსაც შეთვალე რომ აი ბედნიერი მაქსიმუმი დახარჯე რა. სულ ვიხარჯე. მაგრამ ნახე რას ვამბობ, მე არ ვიძახი რომ ყველა საუკეთესო და ფეიერვერკი იყო. მე მაგას მართლა გეუბნები, არ ტრაბახო, კი არა და არ ვთამაშო. მე რეპორტაჟიდან რომ გამოდიარ არ მახსოვს არაფერი. მართლა არაფერი არ, აი დღემდე არ მახსოვს. ხო, აი პლუსია ყოველთვის ფეხბურთს რა, ემოციებს იმდენად დიქტავებ, რომ ერთადერთი იცი რომ აი რომ მითხრა სენიორ, რომ მითხრა, რომ აი ის თამაში ის რომ მოხდა, გახსოვს ვერ გეტყვი, რა წამიყვანი ვერ გეტყვი. ვიტყვი მაშინ ერთს, ოღონდ კომენტატორობის კუთხით არ ვიტყვი რა. სადღაც მაგ კუთხითაც ვიტყვი. ყველაზე ბედნიერი ვიყავი, სად ვიყავი ბედნიერი იმას ვიტყვი, ყველაზე. ნუ ყველა რეპორტაჟი ჩემთვის დღესასწაულია, სულ რომ ბირკირკარა რაღაცა შეხვდეს სიტყვაზე ვიძახ. ჭედლომ რომ შეუგდო, მაშინ ფუფუნება არ ქონდა ეგეთი რომ ემპოლი მილანი ემპოლი საციროზე რომ ტენა თავით რა. ეგ ბალახებიანი მაიკა მაჩუკა მე გამომიგზავნა ისეთ ბედნიერი ვარ, აი არ ვერცხავ ავტოგრაფით არის და სანსიროს ბალახები აქვს გადასული მიწა და ჭუჭყიანია, კაი. აი მე არც მეგონა რომ ჭელიძის მერსაც თუ დაბრუნდებოდა ქართველი იტალიაში რა. მაშინ როგორი კრიზისი იყო, უდაბნოში ვიყავით. და უცებ გამოჩნდა თან მივსდეოდი რა ჭედლოს სულ ვიძახდი დიმა ემპოლისა, უკან ემპოლისა და აი ჰაც აიღონებ და არტენა თავით შოში აღდო. აი მანდ ვიყავი ყველაზე გახარებული, ყველაზე ბედნიერი, იმიტომ რომ მაშინ ეგეთი ფუფუნება არ ქონდა, რომ ტოპ ჩემპიონატებში ჩვენ ფეხბურთელებს რაღაცა გაეტანთ, ან დონარუმას, ეს ის დონარუმა, მაშინ უკვე ლაპარაკია დაწყებული, ბუფონი საუბრობდა, რომ მე რო წავალ ნაკრებში, ეს და მე ეს არის ნაგდი ჯიჯი. მოკლედ ქება დიდება იყო. თან ცუდი რა იყო ის, რეალურად ეხა შეიძლება ეხლა რა ნაკრები წავს და შეიძლება რა ეგრეც არის ამაზე ძლიერი არ ვწოლი არასდროს რაღაც კუთხით რა აღონ გუნდურობით რა თქმა უნდა თორე ხა როგორ არა არულაძე იყო ის კი 90-იანებში საოცარი მაგრამ რეალურად როგორ რაღაც არის მანამდეც რა აი ამ ბიჭებამდე პერიოდის რა ცუდები მართლა არა უნდა იყო ძალიან რა თამაშობდა უბრალოდ როგორი მომენტი იყო რაღაცა კომპლექსივით იყო თითქოს აი საშუალო ტიპის გუნდებში და უფრო მაღალი ტოპ 5 ჩემპიონატის იმებში რაღაც აი რაღაც ქართველი ფეხბურთელი ნიშნავს რაღაცა დისციპლინის ნაკლებობას. რაღაც პერიოდი იყო ზუსტად ის, იმიტომ რომ თუნდაც აი ჭანტურიაზე ვისაუბრეთ რაღაც პერიოდი გაიქონდა მე აერია სამწუხაროდ რა რომ მართლა ნიჭიერი ფეხბურთელი იყო. ამის გარდა კიდე ბევრი იყო, ენია იყო თუნდაც რომელმაც ასე თუ ისე გერმანიაში ითამაშა და თავის რაღაცებსაც თავისი სიტყვა დატოვა, მაგრამ უფრო მეტი შეეძლო გაეკეთებინა რა. თუნდაც ხა ლორია მეკარე რომელიც ვიცოდით რომ თითქმის 99% ესპანეთში უნდა წასულიყო ეს არ იყო ჭორი რა ეს რეალობა იყო რა და მე არ ველოცემ რომ თქვა შოთა მოყარო ლონდონის ჩელსის ინტერესი იყო მაგრამ მაშინ არ იყო ეს არა ბრიტანეთში ცოტა რთული არის რთულია მაშინ მით უმეტეს სამუშაოების აღება ხო ეხლა კიდე ბელკასლების მარტივი არის იმიტომ რომ ხა ჩაკვეტაძეს მაგალითი რო ავიღოთ რა მარტო რა თან ის ჩემპიონშიპში და ჩემპიონშიპში ცოტა რთული არის იმ კუთხით რომ მაგრამ მან მაინც აქცევენ რა პირველი დივიზიონი მეორე დივიზიონია მე ადონის გუნდი არის იმიტომ რომ იმ გუნდს თავის სენი აქვს რა ხო და მაგ კუთხით აი მართლა სასწაული მოხდა რა უბრალოდ აი როგორ შეგრძნება მაგ წაი ფილმში რო სცენარი არის რომ მოდი გავრისკოთ და ეხა ეს გავაკეთოთ და მე ვნახოთ რა იქნება და ამ რისკს მოყვა რეალურად ის რომ ერთი ადამიანი წავიდა და უცებ დაიწყეს შეხედვა ზოგადად ქართული ფეხბურთის იმ კუთხით რომ ეს ხო მარტო არ იქნება რა ვიღაცა ხო ეყოლება და გამოჩნდა იქ დავითაშვილი იქ ჩაკვეტაზე რომელიც მანამდეც ძალიან მაგარი იყო სამწუხაროდ უბრალოდ აი ეგეც ცუდ გუნდში რატომ მოხდა მაგასაც ვახსოვ იმიტომ რომ ეგ არ იყო ერთი წლის დაგროვებული თუნდაც ის რომ ან კლიანტის სტრესი ტრავმა რაც აიყიდა რა ის იყო რამოდენიმე წლის მუშაობა იმ გუნდში რა ხო და მე გამოჩნდა თუნდაც სანამ აი მოხდებოდა დიდი ის მცველები დვალი ისენი ეხა მაგათ კიდე ცოტა მცველების ნაწილში გაგუჭირდა იმ რაღაც მომენტში იმ კუთხით რომ თავიდანვე ეხა უფრო დაბალ დივიზიონებში რა იყო მან ტემზეც არის უკვე სტამინა მთელი ის რაც არის რა ყველაფერი რა მაგრამ მე უცებ გამოჩნდა აი თუნდაც ლომინაძე რა ლაპარაკობთ ეხა ჩემთვის ეხა ცოტა ისეთი მომენტია რომ მაგდონის გუნდში გადავიდა ეხა პორტუგალიის თუმცა რაღაც მომენტში მახარებს ის მომენტი რომ შეიძლება იმ გუნდმა საბოლოოდ იმიტომ ვიძახი მაგუნზე ეგრე რომ არ არის სტაბილური, არ არის სტაბილურობას თავი დავანებოთ, არ არის სისტემური ფეხბურთისთვის არა მომხრე რა.
ზოგადად სისტემური ფეხბურთის მომხრე გუნდები, რომლებიც არ არიან ზირთად ერთსეზონიანი გუნდები არიან და ჩადიან მალევე. თლად ეგეთი პირი არ უჩანს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ეგეთი არ გახდება რა. თუნდაც ახლა მეცში რო იყო მიქაუტაძე ამდენ ხნის განმავლობაში, მეც ეწყობოდა, რომ სისტემური ფეხბურთის მომხრე იყო, აქტიურად ტრანსფერების კუთხითაც რა, ლიგაოში ისეთ ფეხბურთელებს ყიდულობდა, რომელსაც შეიძლება ლიგა 1-შიც თავისუფლად ეთამაშა ტულუზაში, თუნდაც ნებისმიერ გუნდში რა. რაღაცა როგორი მომენტი არის, რომ ფიქრობ, რომ ალბათ ჩვენი პიკი ხო რაღაცა გეგმა ხო არსებობს, რომელიც ალბათ 2018 წლიდან დაიწყო, შეიძლება უფრო ალბათ, მაგრამ რაც ჩანს 2018 წლიდან დაიწყო და რაღაცა პირველი უკვე 2022-ში არა მე მომივიდა ახლა ევროპის ჩემპიონატზე გასული დაგვირგვინდა ერთი ეხა ცოტა რთული იქნება მსოფლიო ახლა ძალიან მეეჭვება რომ ახლა პირველი ოზე ეგრევე მსოფლიოდაც მოგვიწევს თუმცა უდიდესი სურვილი იქნება რა ხო არა რეალურად უყურებ მივდივართ იმისკენ რომ სადღაც ალბათ დაახლოებით რაღაც 12 წლის პერსპექტივაში ანუ 18-დან 12 წლის პერსპექტივაში 2030-ში უკვე სტაბილური ევროპული გუნდები იქნებით რა რომელიც საკმაოდ ისეთ ნორმალურ გუნდებს როგორც უნდა დანია არის იგივე უკრაინის ნაკრები თავისუფლად ითამაშებ რა ირლანდიებს და იმათ კი ბელგიასთან თუმცა ახლა ბელგიას საოცარი ნიჭის ფეხბურთელები ყავთ თუმცა ძალიან ახლა ისე უწევთ ვიძახი ხა ამ სისტემურ ფეხბურთს მაგრამ სისტემური ფეხბურთის ნაწილი დაკარგეს იმიტომ რომ იმდენი ვარსკვლავი არის თვითონ გუნდში რა აი რაც დაახლოებით ადრე რეალს ჭირდა ხო გახსოვს რომ იმდენი ვარსკვლავი ყავდა რომ შეთამაშების პერიოდი აღარ ქონდათ რა გუნდს რომელსაც აბსოლუტურად ყველაფერი უნდა მოიგო თითქმის ვერაფერი ვერ მოიგო მაგ პერიოდში და რაღაც ეგეთი დაემართა ბელგიას. მე რა იქ ვიღაცები არ წავიდნენ, არ წამოვიდნენ და ჯერჯერობით კი ზუსტად ვიცი რომ ჩვენთან ეგეთი რაღაც არ მოხდება, იმიტომ რომ თაობის ამბავიც არის რა. ეს თაობა არის უფრო მომხრე იმ ნაწილს, რომ 90 წუთი იფიქრონ ფეხბურთზე და 90 წუთის მერე მათ აგენტებმა იფიქრონ წესი არ გუნდზე. აი ეგ არის, მეტი არაფერი არ არის რა. ხო და აი და არ არის რომ აი კადრში ვინ შემხედავს სახლობელი და ამერიკას თუ არა საუბრობ როგორც ქართულ მენტალიტეტს მაინც ეგეთი. აი თუნდაც ესპანურს ეგეთი რაღაც არის რა. თუ არ ვწდები ელჩეს ფეხბურთელს აქ ნათქვამი რომ ჩემი ოცნება იყო რომ ლა ლიგა 2-დან ამოსულიყავი ლიგა 1-შიო რომ მეზობლებს ეთქვათო ალბათ 50 კაცსაც არაერთიანებს რომ მეზობლებს ეთქვათო ის რომ ნახე ლიგა 1-ში ლა ლიგაში თამაშობს რა ხო ან ცოტა ისეთისა გავართ მაგტოვიძახი რომ თუნდაც ხარ აგუნცა შენ გულშემატკივრობ რა ბილბაოს ატლეტიკს რაღაც ეგეთი ჩვენი იდენტობის გუნდი არის რა თუნდაც ხა ესპანეთში ლა ლიგაში ლა ლიგა 2-ში უფრო არიან ახლა ქვედა დივიზიონში ეგეთი გუნდები იტალიაში ნაპოლი ნაპოლი ცხოვრობს თლიანად ეგ ქალაქი რა დილა იწყება იმით რომ რაღაცა პიცა უნდა გასინჯონ და იციან რომ საღამოს მიდიან და ფეხბურთს უნდა უბრალოდ მძიმე ტიპის გულშემატკივრები არიან არ პატიობენ რა წაგებას რა და თან ახლა მიჩვენებს ახლა მიეჩვენ თან ახლა კონტე დაემატა ახლა კონტესთვის ერთი პატარა ცრუწმენა ის არის რომ პირველ სეზონს თუ მაგას თამაშობს მეორეს საშინელს იმედია იგაც არ იქნება ეგრე რა თან ამ ნაპოლით კიდე აი ამ შემადგენლობით აი ამ გუნდით რაც გააკეთა მოვლენა ახლა ამ გუნდით შენ იუვენტუსივით იარო იუვენტუსი ერთი პერიოდი გვახსოვს ხო რომ ვიცოდით სულ ვიგებდა უეჭველი უეხდებოდა ჩემპიონი აი მაგ იმ პერიოდში როცა მე სერია მიმყავდა მაშინ უკვე ვიცოდით რომ 3 თვით ადრე თითქმის ჩემპიონი უკვე ცნობილი იყო რომ იუვენტუსი გახდებოდა აი თუნდაც ახლა რო ამბობდნენ რომ მაქტომინეიო საერთოდ არ გონა ფეხბურთს თამაშობდა თუ არაო რა მანჩესტერში ეთყობა ძალიან კაი ფეხბურთელი იყო და ძალიან მაგიტომ მომწონს რა ზოგადად ინგლისური ფეხბურთის და ამავდროულად ინგლისური მიმოხილველებიც რა არ აკვირდებიან მხოლოდ სტატისტიკის ნაწილს რა მიყვებიან თვითონ უშუალოდ ფეხბურთელის ქმედებებს რა ინტელექტს აკვირდებიან ყველაზე მეტად და მაქტომინეის ეთყობა რომ ინტელექტი ძალიან კარგ დონეზე ქონდა თუმცა ერთი მინუსი ის იყო რომ მისი როგორ ვთქვათ გუნდელები ნაკლებად უწყობდნენ ყველაფერს შევს რა ეგ მარტო იმის პრობლემა კი არა რაღაც გუნდში შიდა პრობლემები აღარ ვილაპარაკებ მანჩესტერის წინაზეც ვისაუბრეთ მაგას და შემდეგ სეზონს როცა გავს საშემოდგომო სეზონს მაშინაც მიუბრუნდებით ესე ვთქვათ მანჩესტერს ყველა ვარიანტი ხო ეს არ არის მხოლოდ რა მე პატრონის ბევრი კიდე სხვა რაღაც არის რომელიც პირველი 5 წელი ძახთე რომ სერ ალექსის გავლენა იყო და ეს ამ გავლენის მოშორება და მერე გაუჭირდათ რა და თქვის რომ ეს არ არის მარტო სერ ალექსი არ ამგონია კლუბში რომელშიც მრავალი აწლეულია გატარებული თქვას რომ ჩემი გავლენის გარეშე ეს კლუბი ვერაფერს სისულელეა რა არა პირიქით ვისაც მისი ავტობიოგრაფიული წიგნი არ აქვს წაკითხული აი ურჩევ წაიკითხოს და დარწმუნდება რომ ეს არის ადამიანავი ეგეთი
ნიჭიერი მოვლენა, მე რაღაც მომენტში რო ვკითხულობდი, მეგონა რომ ამას შეუძლია კარგი პოლიტიკოსიც გახდეს, ძალიან მაგარი რეჟისორიც გახდეს, სპექტაკლიც დადგას, კინო, ყველაფერი შეუძლია, რასაც უსმენ იქ, რო ვკითხულობ, რასაც ხედავ იქ, რაც წერია და როგორი აზროვნების კაციც არის, ხო, ყველა ნებისმიერ თემაზე ლაპარაკობს, თან კარგად და არგუმენტირებულად საუბრობს იმ წიგნში და ასე რომ გირჩევთ, ვისაც არ წაგიკითხავთ, სერ ალექს ფერგიუსონის ავტობიოგრაფიული წიგნი წაიკითხოთ. აი ბოლოსკანაც რო წავიდეთ, შეიძლება შენ კლუბს მეუბრუნდები, აი ბილბაოში რამეს შეცვლილი თუ არა? არაფერს შვენიერია, აწყობილია, ყველაფერი ძალიან კარგია. არაფერს არ შევცვლიდი, იმიტომ რომ ბილბაოში აი რა უნდა შეცვალო, ხო? მენეჯმენტის პრობლემა მანდ არ არის, ფინანსების პრობლემა ფინანსური კუთხით არ არის, სტადიონი საოცარი. კლუბის პოლიტიკა ძალიან მომწონს და კიდევ გავიმეორებ, ბილბაო როგორც კი შეცვლის თავის პოლიტიკას, ბილბაო ვეღარ იქნება და იქნება ვიმეორებ სევილიას დონეც არ იქნება. ამ გუნდის მთელი ხილი. მე ზუსტად ეგ მომენტი მქონდა, პირველად რომ დავინახე, რომ ბარსელონაში UNICEF-ის ნაცვლად სხვა კომპანია შევიდა რა. მაშინ მივხვდი, რომ ფინანსურად იმდენად პრობლემებში იყვნენ უკვე, რომ რაღაც ეტაპზე ეს ყველაფერს დაეწყობა კიდევაც და რეალურად ზუსტად რაღაცა მცირე კომერციულმა ცვლილებამ განაპირობა საკმაოდ დიდი რაღაცა მანდაც რა. ნუ პოლოფ თავი რომ დავანებოთ წინა დირექტორი ვინც იყო და რეები ჩაიდავლობდა საერთოდ ბრეითვეიტს რო იყიდი. ჯერ რო დაფიქრდები რომ ბრეითვეიტი მოიყვანო ეგ არის სადა ისეთი უცნაური. გუდიენსენის ნაწილი იყო. გუდიენსენი ძალიან დიდებული ფეხბურთელი იყო. სადაც იყო მანამდე, მაგრამ ვერ იქნებოდა ბარსას ფეხბურთელი ვერასდროს. ბევრი გაუგებარი ჩემთვის ამოუცნობი ფეხბურთელი იყო იგივე ბარსაში და რეალ მადრიდში ხო აი ხანდახან დავფიქრებულ ეს აქ როგორ მოხდა რა. მაგრამ ძირითადად სხვა იმ პერიოდში რაც შენ გაიხსენ გალაქტიკოს მერე და რეალი ჩემთვის ასოცირდება ის უხერხად რო ვთქვა ტეკა რო ეწერა რა. აი ეგ არის რეალი მანჩესტერი შავი მაისური იყო რომელიც მაჩვენებს. ძალიან მაგარი მაისური იყო. აი ძალიან შავიც მაგარი თავისი სტაფილოსფერით მაჯებით და აი ეგ და იქ მანჩესტერის შარფი და რა აი ეგ ხიბლი ქონდა რა. ხა შეიძლება იმიტომ რომ პირველი ეგ იყო რომ დავინახე და ეგ დამჭა. თორე ეხლა ახლანდელ თაობას ის დაამახსოვრდება, მაგრამ იქ დიდებასთან ასოცირდება. ის სპონსორი, იმ მაისურით, იქ ყველაფერი სხვა დიდება იყო და სხვა გუნდი იყო რა. აი უცებ ქართულ გუნდებსაც რო შევეხო და ზოგადად ქართულ ფეხბურთს, აი ლომინაძის შემთხვევა ახსენეთ და სატრანსფეროანდები დღეს უკვე იგივე ის აგენტის როლი, იგივე აი ყველაფერი გამოაღვიძა რა კვარაცხელი, იმიტომ რომ რადარზე სხვანაირად ჩანვართ უკვე და აღარ არის ჩვენი ფეხბურთი არ ასოცირდება მარტო პოდსაბჭოთა სივრცეში მოთამაშე ფეხბურთელებად აღარ არიან ესე და უკვე დავინახე რა რწმენაც ჩამოუყალიბდათ ადრე მე ბევრი ფეხბურთელისგან მომისმენია უკვე ვეტერანი როა ახლა და მომისმენია რომ ვერ რისკავდი მაგალითად ევროპაში წასვლას და მერჩივნა რომ იქ რუსეთში უეჭველი ან უკრაინაში თქვა ხო უეჭველი მექნებოდა სათამაშოდ რომ ნუ უეჭველი თუ არა სამსახური უხეშად თქვა გარანტირებული მექნებოდა მაღალი ანაზღაურება და ასე შემდეგ და ამიტომ ვერ რისკავდნენ დღეს კვარამ უკვე ყველა ფეხბურთელს ეს ფეხბურთის სიყვარული აი შიმშილი ფეხბურთის სხვანაირად გაუჩინა კვარამ თუ მიაღწია ეხლა ყველას უნდა რომ ის გზა გაიაროს დააკვირდი მეკარეების სკოლას როგორ სხვანაირი წამოვიდა ბავშვებს რო შეხედა თუნდაც რა მამარდა რამ ხელად ის გუნდში მევიდა მან მივდიოდი და ძალიან კარგი დებიუტი ჰქონდა და წარმატებები მამარდა საკედან მამარდას გამოჩენამ ნუ ლორიამ დაიწყო ეგ ყველაფერი რომ აი რევიშვილი ლორია რომ აი რაღაცა მაშინ ძველ მეკარებს რო გადავხედოთ ხო აი დევაძე გვარამაძე ზოიძე კარგი ბიჭები იყვნენ თვითონ ნათქვამი რომ მეკარეების სკოლა არ არსებობდა თანდაყოლილი ნიჭის ხარჯით გადიოდნენ ფონს რა აი თანდაყოლილი ნიჭი ქონდა და ვარჯიშები არ არსებობდა მეკარეების ესეთ ახლა იმ დღეს მამარდას მამა ჩაუწერეთ და გითხრა რომ იმდენი ვარჯიშია და მეც იქიდან ვიღებ რომ ქალთა ნაკრებშია მამარდას მამა და იმდენი ვარჯიშია მეკარეების ისეთი გარჩევები და ასე შემდეგ შორს ვარ წავიდე დღეს სხვა დონეზეა მეკარე და ბავშვებსაც რო უყურებ ბევრი აი მამარდას ტანის მეკარე გამოჩნდა ბავშვებში უკვე კარში დგომა ის აღარ არის აი ჩემ ბავშვობაში რო იყო რომ წინ ვერ თამაშობდა დიდად კარში ეგ აღარ არის უკვე მეკარეობა სიამოვნებთ ხო აღარ იძახია რომ მე კასილასი ვარ ბუფონი ვარ და ასე შემდეგ გენიალური მეკარეები რა თქმა უნდა შმაიხელი ვარ და რაღაცა იძახიან მე მამარდა ვარ და ბავშვებს უკვე მამარდა წეხა დიღმის მასივში ცხოვრობდა ეზოში რო გამოდიორ მე კარში ვიძდეს ყველას წვანე მაისურიაცია ნაკრების უკვე მამარდაშვილი აწერია სხვანაირად წამოვიდა უკვე ნახე ყველაზე მთავარი რა მოხდა და რამ სიამოვნის მამარდა ლოკომოტივიდან გაფრინდა
მამარდა თბილისის ლოკომოტივიდან გაფრთხილდა. ეგ რას ნიშნავს? მე რომ მეკარე ვიყო ეხლა და ვიწყებდე ბავშვი ვარ. ჩემთვის უკვე რაღაცა ზღაპრის ფურცლებზე დაწერილი ნითები არ იქნებოდა ეს რა. ჩემ თვალწინ მოხდა ხო ლოკომოტივიდან კრაიოვას, მოსკოვის დინამოს, მერე გრანადას ეთამაშა და უხეშად რო თქვა საკუთარი თავი კარგად გაყიდა რა. აი ესე ყველაზე კარგი სცენა იყო. და აქამდე ამას ვერ ვიყენებთ. აი ასე რომ ნებისმიერი დამწყები ფეხბურთელისთვის, ვინც აი ახლა იწყებს, ვინც ჩვენ ჩემპიონატში თამაშობს ახალგაზრდა, საკვალიფიკაციო ეტაპები არის ყველაზე მაგარი გასაყიდი და წარმოსაჩენი შენი თავის. ყველაზე მაგარი ავანსცენაა რომ გამოხვიდე და დაგინახო. მამარდა ხო მაქედან დაინახეს, ახლა მამარდა ხო არ დაუნახიათ სიტყვაზე ლოკომოტივი დინამოს ან ლოკომოტივი ტორპედოს არაფერს არ უერჩი გუნდებს მაგით ხო? გავიდა უკვე საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო და იქიდან რადარზე სხვანაირად დააკვირდა ეს ვინ არის მაღალია რაც მეკარებს რო ვესაუბრები პორტუგალიასთან ის აღებული ბურთი. ხო, არა, ნუ მაგას უკვე ვიძახი თანმიმდევრულ ბურთს მივყვეთ ეგ მერე და მეკარებს რო ვესაუბრები დღეს 90% მეტი თუ არა უკვე უყურებენ მაღალ მეკარეს. ნიჩთან ერთად აი თან მაღალი თუ არის მამარდასავით ლორიას აი ის მისწრებაა და ის არის ძალიან კარგი. აღარ არის პერიოდი რომ თქვა ეხა იკერი დაბალი თუ იყო პირობითად რა დააკრნა ხო საოცარი მეკარე იყო მაგრამ დღეს უკვე მაგას აკვირდებიან სიმაღლეს მე როგორც მითხრეს მეკარემა და რო შეხედავ ეხა ნაკრებებში თუ სხვადასხვა ნაკრებს გადავხედათ არ უჭირს თქვა და დაბალი მეკარე ყავს და დანმორჩილი ხო სიტყვაზე ეგ კიდეც აკეთება რომ ის ნაკრებია და სხვა არ ყავს მაგრამ კლუბი კარგი კლუბი არ იყიდის სტანდაბალ მეკარეს მაღალზე არის აქცენტი მამარდას შემთხვევაში ეგ არის და მამარდა მე გააკეთა საოცარი რომ ლოკომოტივიდან ჩვენი ჩემპიონატიდან თურმე შესაძლებელია არ არის ეს კონკიას ზღაპარი რომ ძამ დაკრა 12-მა და რაღაცა და იქ გადაიქცნენ და არა ეს შესაძლებელია და ეს არის ძალიან დიდი სტიმული მე პატარებს სულ ვესაუბრები უბანში რომ გავივლი ხოლმე ფეხბურთს როცა თამაშობ ჩერდები და რო ველაპარაკები ყველა რა ლიგა უნდა მოვიგო მე ლა ლიგაში უნდა წავიდე მე ინგლისის გუნდში უნდა ვითამაშო არ არის ის რომ ეგ ვინმე მიშუც ეგ აღარ არის ეგ ჩემ დროს იყო მაიც არა შენც ახლა ლიგა არ მოიგო ეგრევე უკლავდნენ რამდენი ჩემ გარშემო ჩემი მეგობარი ფეხბურთელი დაუკომპლექსებია გარემოს არასწორ ფონს გარშემო რა შენც ახლა ფეხბურთი ხო ნელა ლიგა არ მოიგო ხუმრობა ერთია მაგრამ ამ გარემოში რომ იხარშები წაგებულის მენტალიტეტს ხომ იყალიბებ შეიძლება მე არა ვარ ძლიერი ყველას ხო ერთ ენაზე არ უნდა ელაპარაკო მე შეიძლება არა ვარ ძლიერი და დავმარცხდე რომ ის მეუნება და რაღაც ერთ დღეს ცუდად გავიღვიძე დილკა გაუშვი ბურთი ხელიდან გამივარა და დავეცი მოუკვდი მორჩა ფსიქოლოგია არ ამყავს რომ ფეხზე დამაყენოს და მამარდა არის ცივსისხლიანი მამამისმა გითხრა ჩვენ ლაილაიში ყავდა მამამისმა გითხრა პირველად კარში რომ დავაყენო ჯერ სახლში რომ მოვიდოდიო ჯორჯიაში რომ თამაშობდა დათო მოვიდოდიო და სახლის კარში იდგებოდა ეგრევე რომ დამიერტყიო და მეკარეობა უნდა და პირველად რომ კარში დავაყენეთო ბავშვთა ფეხბურთში რომ მივჩავე ერთ-ერთ და რაღაც მივიყო სახეში ბურთი მოხდაო და სისხლი წამოვიდა თუ რაღაცა და მოიწმინდა რაღაც რემლები რა და დადგა გააგრძელა მან მივხვდი რომ მორჩა ეს მეკარია იმიტომ რომ არაფერმა უკან არ დაახევი ის ცივსისხლიანი ყველაზე დიდად რაც გეშინია ეს არის დაზიანებული გიორგი ჭიაბრიშვილი აქედან მოკითხვა ძალიან მიყვარს მე ვფიქრობ რომ საჩუქარია ეს ადამიანი ქართული ფეხბურთისთვის თავისი განათლებით და დამოკიდებულებით რა გიორგი არის მასთან ფეხბურთზე სიარული და აი საუბარი უფრო სწორედ ანუ სიარულის თავისთავად მასთან ერთად გამოივლის ბედნიერი უნდა იყოს და იქნება აი გიორგი ამბობდა რომ ლოკომოტივში რომ მოვიყვანეო რომ გადმოვიყვანეო ხელმძღვანელობას თქო მაღალია ბურთს მაინც დაიჭერსო ისეთი რა შეცდომა დაუშვა ერთ-ერთ თამაშს შევიდა კარში ბურთი გამოიტანა აბა და შემოუძახა ფეხბურთელებსო რა თითქოს შეცდომა არ დაიშვა მივხვდიო რომ ეს მეკარია ეგ ითამაშებს ისეთი ცივსისხლიანი მეკარია ხოდა მაგარია ძალიან მაგარი ბიჭია და წარმატებებს უსურვებ ყველას რა რას ურჩევ იმ ადამიანებს ვინც ამ გადაცემას პირველად უყურებს უყუროს ამ გადაცემას კიდევ გამოიწეროს იმიტომ რომ ჩვენ გადაცემის დასაწყისში ვისაუბრეთ ძალიან ბევრი საინტერესო სტუმარი კიდე რომ მოიწვიო და დაგეგმილი გაქვს და ბევრი კარგი საინტერესო პროექტები გაქვთ რაც მითხარი ამას უსურვებ რომ გიყუროთ და იაქტიურონ ყველაზე მთავარი ეგ არის და საინტერესო კითხვები გამოუშვან და რა თქმა უნდა თქვენი გუნდის წევრი რო გახდეს ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ისე მიხარია ხოლმე რომ
ჩვენ რაღაც რჩევებს რო გწერენ, მიხარია რომ ესე იგი მე ასე ხარ ჩართულები არიან და რაც შეეხება უშუალოდ მათ რას უსურვებ ერთ გადაცემას უსურვებ გამარჯვებულის მენტალიტეტს სულ მთელი ცხოვრება თავიანთ პროფესიაში. აი ამას უსურვებ გული და ჯიგრები ხართ. მე კიდე შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემა იწყება Click Production-ში. თქვენ თუ გაქვთ სურვილი რომ ჩაწეროთ გადაცემა, გააკეთოთ პოდკასტი, სარეკლამო რგოლი ან ნებისმიერი რამე შეგიძლიათ ამ ადამიანებს მიმართოთ, აღწერაში იქნება მათი საკონტაქტო. ეს უყარო სტუდია არის, ეს გადაცემა არის. ჩემი გუნდია, მადლობა ნოდარ შენ. დაგემშვიდობები. მესიჯები დამხვდა და დაგემშვიდობები და ჩვენ შემდეგ სტუმარს დაველოდებით უკვე ვინ იქნება. წარმატებები მაგარ გარემოს, მაგარ ხალხს და სასიამოვნოა პირველად მქონდა საშუალება თქვენთან რომ ფეხბურთზე მესაუბრა და ძალიან გულწრფელად გეტყვი, ნასიამოვნები დავჭი. რო არ დავრჩენილიყავი, უბრალოდ ესე გეტყვი ნახვამდის თუ. ავადროებით. ასტამანიანა.